გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვწერთ, როგორც იქნა დავაყენეთ საშველი და ვწერთ მეორე სეზონის პირველ ეპიზოდს, რომელშიც ყავს ჩვენი ბევრი ძველი მეგობარი, რომელიც გეცნობათ ძველი ეპიზოდებიდან და კიდევ ბევრი გზად შეძენილი მეგობრები. და თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენს Discord-ზე ან Facebook ჯგუფში და დაგვიახლოვდეთ და ითამაშოთ ჩვენთან ერთად. და დღეს პირველ ეპიზოდისთვის განსაკუთრებით ყავს სტუმრად სანდრო რაჩკოვსკი. დიდი მადლობა სანდრო, როგორ ახლა? ჩვენიურად ვიქნებოდი, რომ მოვგებოთ შეხედთან, მაგრამ კარგად ვარ, ჩვენიურად არ ვარ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვაპარაკებთ. და მე მაინც მას ვაწვევები, რომ საკლასიფიკაციოთი გავიდეთ რა პირდაპირ. უფრო მარტივი არა, უფრო მოკლე გზაა, მაგრამ რთული. კი ბატონო, ხო. ხო. აქვე სანამ დავიწყებთ, ვიტყვი, რომ ჩვენს ახალ სეზონში მოკეთ ჩვენს MVP-ს, რომელსაც თქვენ გამოავლენთ თამაშის მერე ჩვენს YouTube პოლში, ჩვენი მეგობრების მიერ შექმნილი გასართობის სივრცე სამაგიდო თამაშების ტავერნა. მოკეთ MVP-ს აჩუქებს 10 დღიან უფასო ვიზიტს. ესეც მადლობა მათ. ჩვენ სტუმარს BGR Games-გან გადავცემთ გორგასალს აჩუქრად და ჩვენი მეგობარი კომპანია არომა ტრადიციულად გადასცემს სტუმარს ავტოპარფიუმს ძალიან კარგი სურნელებით, რომელსაც ჩვენ თითქმის ყველანი უკვე ვიყენებთ, იმიტომ რომ ყველამ გონით თითქმის ყველამ მოიგო თავის დროზე. მოგეთ დავიწყოთ და ნახოთ რა გამოვა. მოგივიდათ როლები მეგობრებო და ჩვენს galaxy ნანატრი ღამე. მოგეთ წამალა არის ჩვენი Undertaker-ი, რომელიც ყოველ ღამე გაიღებს დღისით ვინ მოკლა იმის როლს. ხარატ არის ჩვენი დემონი, რომელიც ყოველ ღამე ვიღაცას მოკლავს და ასევე შეუძლიათ თავის თავი მოიკლას და ამით რომელიმე მის თავის მინიონს გადააბაროს დემონობა. დაჩი არის ჩვენი ლოთი დრანკი, რომელსაც თავი გონია ემპათი, რომელიც ყოველ ღამე გაიგებს მის მეზობლებში რამდენი ბოროტია. ამ შემთხვევაში ბოროტი ყავს ერთი ხარატა, თუმცა იმის გამო რომ დრანკია, ჩვენ გადავწყვეტთ რომ მოვატყუოთ და უთხარით რომ მის მეზობლებში ბოროტები არ შეხედან. შემდეგ არის სოზა ლაიბრერიანი, რომელიც გაიგებს რომ მაკოსა და ფუტკარას შორის ერთ-ერთი არის დრანკი. ანუ დაჩი კი არა, მაკოსა და ფუტკარას შორის არის რომელიღაცა დრანკი. რაც თქმა უნდა არის ტყუილი, მაგრამ სოზა არის ფხიზდელი და მაინც მოვატყუეთ, რადგან მაკო არის ფაი და აქვს უნარი, რომ სხვებს მოეჩვენოს ნებისმიერ კეთილ როლად. და ასევე მაკოს აქვს ინფორმაცია ყველას როლზე, ასეთი უნარიც აქვს და ეს თამაშად მაკო მიცის ვინ არის. და ალბათ ხარატასთან შევა, თავის მუსიკოსთანაც შევა და ეტყვის ყველაფერს. გეგა არის ვირჯინი, თუ გეგას ვინმე დაანომინირებს და ეს პირველად მოხდება თამაში და ეს დაანომინირებელი არის მოქალაქე, მაშინ მას ასევე ჩამოვახშობთ. ნუ ჩემი მარტივი პროგნოზით ეგ იქნება ან როინი ან სოზა ან ფუტკარა დაანომინირებენ გეგას და ის დაანომინირებს იმას ჩამოვახშობთ. ფუტკარა არის შეფი, რომელიც მას გაიგო რომ ბოროტები გვერდ არ შეხედან, რაც მაგარი ინფორმაციაა. მარიამი არის მერი, რომელიც ღამით თუ მოკვდება, ჩვენ მას არ მოვკლავთ და შეგვიძლია სხვა მოვკლათ მის ნაცვლად. და ასევე თუ ბოლოს ამ კაცში გავა მარიამი და დაარწმუნებს ქალაქს რომ არავინ ჩამოვახშოთ, მაშინ მოიგებენ კეთილები. ანუ აღარ დაღამდება, დემონი ვერ მოკლავს იმ ბოლო ადამიანს. როინი არის ვოშერუმენი, რომელიც გაიგებს რომ ნიკასა და წამალას შორის ერთ-ერთი არის Undertaker-ი, რაც არის სიმართლე. კიდევ ერთი სიმართლე ამ თამაში. ლუციკო არის პოიზონერი, რომელიც ყოველ ღამე ვიღაცას მოწამლავს და მის ინფორმაციას გააფუჭებს, ასე ვთქვათ, და მის უნარს გაანეიტრალებს. ამ შემთხვევაში მოწამლა მარიამი და არაფერი არ შეიცვალა, იმიტომ რომ მარიამის უნარი პირველ ღამეს არაფერს ცვლის. ნიკა მონკი, რომელიც ყოველ ღამე დაიცავს ვიღაცას და კეთი არის რეკლუსი, მეორე აუთსაიდერი დაჩისთან ერთად, რომელიც შეგვიძლია სხვებს მოვაჩვენოთ ბოროტად. ეს არის მოკლედ ჩვენი გუნდი. აქვთ ორი სწორი ინფორმაცია შეფის და ვოშერუმენის, აქვთ ორი არასწორი ინფორმაცია ემპათის და ლაიბრერიანის და პოტენციურად ექნებათ Undertaker-ის ინფორმაციები მომავალში და მონკი
დაიცავს ვიღაცებს და თუ ინფორმაციებით ვერ იპოვეს, მაინც ექნება შანსი რომ ბოლოს მერით მოიგოს ბოლოს 3 ადამიანში თამაში თუ მანამდე მერი არ მოკლეს. აბა, სანდრო, რა არის შენი პროგნოზი? რამდენად მალე მიხვდება ალბათ დაჭირო დრანკი. მაგაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. კი, მართლა იქნება. გამარჯობა. გამარჯობა მაკო. მაკო მოკლედ დემონი არის ხარატა. კი. და მინიონი არის ნუციკო. ნუციკო. ბატონო, მადლობა. სხვათა შორის ახლა სფაირო დავინახე პირველი ის თამაში გამახსენდა, ახლა MVP-ების თამაში ოქონდა, სადაც მე და ხარატა ვიყავით თიმში. და ახლა გავიფიქრე რომ როლები დავსვაპეთ თქო და გრიმოი რო გავმიგზავნე, მეთქი ანუ ძალიან იდეალური დამთხევაა, მოკლედ ძალიან გამიხარდა. ნახოთ როგორ ემპათი გაგიდრანკეთ ახლა რა მეტი რამ ექნა. ო, რა თქმა უნდა. სხვა არ ვიცი. ძალიან კარგი, მადლობა. თხოვებით. აბა მადლობა. რა გინდა ხო გითხარი, კარგად აშაფლე მეთქი, არ მინდა წითლობა. თან პოიზონები ძალიან საპასუხისმგებლოა. დიახ. კი ბატონო. მოკლედ მინიონი არის მაკო. კაია. და დემონი ყავს ხარატა. გადავთ, ანუ ღამე ვფიქრობ, რომ მე რო ფორჩუნ თელერი მომივიდეს თქო, მაკოს და ხარატას ვამოწმებდი ეგრევე და ანუ ეგ თუ თიმში მყავს, აი ჩათვალეთ რომ. იმედია, ვინც ფორჩუნ თელერი თუ არ ვინმე, იმასაც იგივე აზრი არ გაუგის. იმედია, ხო და იმედია, ეხლა მე ფორჩუნ თელერს გავარტყავ პოიზონს თუ არის საერთოდ თამაში და ის ფორჩუნ თელერი მე მაკოს და ხარატას გადავაკეთე. აი ბევრი ვარ ვილაპარაკოთ. მოდი მოვწამლოთ არც ერთი წითლის მეზობელი და მოვწამლოთ მარიამი ვახო შენი მეუღლე დიდი ბოდიშის მოხდით. მისთვის საწამლავი არ შეიძლება, მაგრამ დაგიმახსოვრებ ამ ყველაფერს. მე ბოროტი ვარ დღეს, ამიტომ უნდა ამიტანოთ. კარგი. კარგი, დიდი მადლობა. წარმატებით. ბლეფები, ინვესტიგეიტორი, ფორჩუნ თელერის ლეიერ. სალამი, კიდევ ერთხელ. მოკლედ, შენი მინიონები არიან ნუციკო და მაკო. ქალი მინიონები ყავს. და 3 ბლეფი არის ინვესტიგეიტორი, ფორჩუნ თელერი და სლეიერი. ოკეი, მადლობა. მეტი რა გინდა ძმაო? სალამი. გამარჯობა როინ. როინ შენთან ეგეთი ინფორმაცია გვაქვს მოკლედ. ამალას და ნიკას შორის არის Undertaker-ი. ძალიან კარგი. თუ ეგ ინფორმაცია მართალია, შველი. რატო იქნება ტყუილი? დროებით. გამარჯობა. სალამი. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადავწყვიტეთ. მოკლედ, მაკოს და ხუთგანას შორის არის დრანკი. საინტერესო ინფორმაცია. იმედია მიაგნებ რომელია. ო, რაღაც ტაქტიკა ჩავიფიქრე და ვნახოთ, აბა. სალამი. გამარჯობა. გამარჯობა. არ ვიცი, რამდენად კარგი ინფორმაცია მაქვს შენთვის, თუმცა ბოროტები ერთად არ სხედან. ბოროტები ერთად არ სხედან. კარგი, იმედია დრანკი არ ვარ, რაც თავარია და ნული არ არის. იმედია დრანკი არ ხარ, ან თუ ხარ, მაგას გაიგებ და ამოიცნობ. ხო. კაი, მადლობა. წარმატებით. დაჩი გამარჯობა. სალამ. დაჩი მოკლედ არ ხარ ბოროტების გარემოცვაში. შვენიერია. თუმცა ამის მეშინია ძალიან. ხო. თუ არის სადმე? მეორე საგეშინია ლურჯიროა და ეს ვახატია, ლუდის. ეგეც, თუმცა ეს სულად დამცდია, მაგით. კაი. წარმატებით. Hello. სალამ. ძლიერი წვიმის დროს გამე დილისკენ განთენისას უკვე გადაღებული იყო, მამალს ორჯერ ჰქონდა ნაყევი
და მამლის მესამე ყივილს დაასრო ქალაქის ერთ-ერთი მაცხოვრებლის კივილმა, რომელმაც აღმოაჩინა ქალაქის ცენტრში ჩამოხრჩვალი ერთი მოკალაკე. და თქვენი მიზანი არის რომ იპოვოთ ის ვინ ჩაიდინა ეს ქმედება. და ამისთვის პირველ დღეს გექნებათ 4 წუთი. აბა, თქვენს. ხარა ცალები. ერთმანეთს ნდობა ხო არ მოვიპოვოთ. ბიჭო, მაგრამ ეგრევე შენთან შემოძახა რა ვაპირებდი. მე ვაპირებდი რა. მე რადგან შემოხვედი მოვიპოვოთ რა. ფორტუნთელერი ვარ და არა მაქვს შანსი და გეგა. კაი. თუ ეგრევე მიხსნები რა ვიღ. მაშინ აი მე ვოშერ მომენი ვარ და ჯერ პინგებს არ ყოფილი. ოკეი. მონკი თუ ვარ თენ დავიცო. ნები ნახე, მე დიდად დაცვა მჭირდება თქო, მაგას ვერ გეტყვი. ანუ ნახე, პირველი დღეა და შესაძლებელია რომ რაღაცის გამო მჭირდებოდეს ჩემი ორი როლის კლეიმი. მაგრამ უარსაც არ ვიტყოდი, უბრალოდ შეიძლება ჩემზე უკეთესი დასაცავი ნახო. ნუ ეგ 50-50-ია. ანუ არანა. პირველი დაცვა ჩემზე არ გააკეთე ყოველ შემთხვევაში რა. ოკეი. მადლობა. გამარჯობა. რას მეტყვი? ია. მე უკვე ვიცი რომ ლურჯი ხარ შენ. კი, აშკარად. კაი. სამრავდად შენს. სავარაუდოდ. კი. პირდაპირ შემიძლია რომ გითხრა რომ ჩამოგახშობა შემიძლია ამოხთხარება. შვენიერია. ნუ შეიძლება იმედი არ ჩამოხშობა, იმიტომ რომ მე თითგულა ვარ. ახლა? მე თითგულა ვარ. თითგულა ემპათი რამდენით? 0. და ძალიან საერთოა 0-ით რა ხარ, იმიტომ რომ ის გაიქცა ეგრევე. ოკეი, შეიძლება სპაი იყოს. ნუ ნუციკო პოიზონერი, მონკი და რეკლუსი. ოკეი, რა სიბრალებ შენ? ფორტუნთელერს და რა ინფორმაციულად ვერ გავურავთ, ესე იგი ვერ აქვს, ხო? ინვესტიგეიშენ რა იღება? სლეიერს ავიღებ ალბათ. ო, არა, იმანა იღებს. იმანა იყო. აი, დაიკიდე. მე ვაფშე ის იდეა მქონდა რომ ბარონი შემოგვიყვანა თამაში რა დრანკის პინგები არსებობს და ბათლერის ეინთი აგვეყო. რა, იმას ფორტუნთელერი უთხარი უფრო ის და არა მაქვს შანსი თქო. ნუ ციკო თუ არ გახსნილა, ანუ დაიბრალო სლეიერი. უთხარი ეგ შენი თუ გინდა, მაგრამ ანუ ბათლერი ორივე მროა იყო და დრანკის პინგი შანსი არ იცდება. ანუ ფუტკა და იქნება დრანკი. და შეფის მოსად დაიჭერებენ. აი, სადეს უთხარი. არ მეტყვი? მეზობლები კეთილი. ოკეი. მე სოლჯერის მეიე. მოშივტრიალებ. ოკეი. კაი, მე დემონს ვეთქვი რომ არ ანდერთეიკერი. არ მეშინია მე დემონი და თუ უნდა მომკლას. ქალაქში არ გამიცნია აუთსაიდერი, მაგას გეტყვით, ძირითადად მქონდა ცოტა ისეთი კლეიმები, სოლჯერი, სლეიერი, მონკი, ფორტუნა და ასე შემდეგ რა. რაც გავიგე არის შეფის 0 დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ორმა ადამიანმა 2-2-ში თუ 3-3-ში მითხრა რომ ერთ-ერთი იყო შეფი და რომ უკითხე შეფი რომ იყო რა გექნებოდა თქო, ორივე მიპასუხა 0. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით გვაქვს შეფის 0 და მეტი ინფორმაცია არაფერი არ გამოჩნია მე. მე ვარ ლაიბრერიანი, აი პირდაპირ ვიტყვი უკვე. ესე იგი ვიცი რომ ორი მოთამაშიდან ერთ-ერთი არის დრანკი, ერთს უთხარი ეს ინფორმაცია, მეორეს ვერ მოვასწარი. კაი, ნომინაციებს გავხსნი მაშინ. მე ვანომინირებ ხარატას. არ ვისაუბრია, მაგრამ ქალაქს გამოადგება თუ ხარატა ძალიან კარგი როლი არ არის, მისი ჩამოხრჩობა თუ თვითონ თანახმოვანი. დორჩ. არ ვარ. ნული ხმა. აი, ანუ წამლა არ ვიცი რას აკეთებს და ალბათ პირველ დღეს ამაზე უკეთეს თუ ვერ ვიზავ, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ მე გახლავართ 27 წლის უბიწო ადამიანი. ხო და მოდი ვოშერმა შეფმა თავისით მოიფიქროს რამე, რაც უნდა ქნას და გამახაროს. აბა ვინ გაბედავს გეგას ნომინაციას? მე ვასახელებ გეგას. როინი ანომინირებს გეგას. ისმენთ როინი. ეს ფაი არ არის კაი. ისმენთ როინი. ჩამოვაწყოთ როინი. კაი, ჩამოვაწყოთ როინი. Yes! ეგარი.
აბა კიდევ ერთხელ სალამი. კიდევ ერთხელ სალამი, რამდენად კმაყოფილი ხარ პირველ რიგში პირველი ღამის მოწამვლით? საერთოდ არ ვარ კმაყოფილი. მე ვარ დედიერი. ერთერადი ინფორმაციული როლია და მაინც მერც გავართ. ან პედი ხო გინდა. აი. მაგრამ ახლა რასაც უყურებ გრიმუარს, მაგრამ ყველაფერი ვერ მოასწრო რომ ჩემთვის ეთქვა და რა ვიცი, თითქმის ყველა ერთჯერადები არიან და ფუტკარასა და დაჩის შორის ვფიქრობ მოწამვლას. იმიტომ რომ Undertaker-მა ამოთხაროს სწორად, ანუ მაქსიმუმ როინის ფაი იყოს და სფაის მაინც თავს გათთხრის Undertaker. მოდი იყოს ფუტკარა. ფუტკარა. კარგი. დღეს რაღაც ძალიან გოგოებს ვერჩი. თან მარიამებს, განსაკუთრებით მარიამებს. მარიამებს, ხო? კარგი. სალამი. გამარჯობა ნიკა. ის დაუდგები გვერდით ვის დაიცავ ამიტომ. აი ყველაზე ლურჯი ადამიანი გეგაა, მაგრამ არ მგონია პირველივე ღამეს მოიშორონ. მარიამი თავის შემთხვევაში გამომდინარე არ მგონია პირველ ღამეს მოკლათ. მოდი წამალას დავიცავ მაინც მის Undertaker-ის სიტყვას ვენდობით. ოკეი. როგორც ვიცი, Washer Woman-ს ხავს დანახი და შეიძლება წამალა იყოს, ან შეიძლება ვიღაც სხვა და მოდი იყოს წამალა. მაინც რაღაც როლი ექნება. კარგი. მადლობა. ხო. დადგა ის მომენტი, როდესაც პირველი ადამიანი უნდა მოგდეს ღამე. და იქნება ნიკა მასტერმაინდი. რატო რა დაგიშ? ანუ ამალა მაინც იმას ამოთხრის, რაც მარი როინი ან მოწამოვანი არაფერს არ ვიცი. დარჩა ნიკა ყველაზე კაი, იმიტომ რომ მაგეთ ფუნქცია როლები აქვს. დიახ, ეგეთი დილემა გაქვთ. თქვენ. კარგი. არ მოუკვდე? არა, და შენ რო ამოთხარე როინი აღმოჩნდა Washer Woman-ი. რომელსაც მიპოვა მე, ძალიან მაგარი. ეს მადლობა. ეხლა რამდენი დია. ისევე როგორც წინა ღამეს შეიძლება მშვიდად იყო, რადგან არ ხარ ბოროტების განებაში. კეთილი. მშვიდობის. ხო, მეორე დილით იმედი იყო, რომ გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა ქალაქში დარჩებოდა იგივე, მაგრამ სამწუხაროდ არა. სამწუხაროდ ერთ ჩამოხრჩობილ ადამიანს, რომელიც წინა დილით იპოვეთ, დღეს თოკზე მოქანავე ნიკაც შეემატა. ოპა. 4-20. რა ვარაუდები გაქვს? არ ვიცი. არ მგენა. ან ძალიან chill დემონი ხარ, ან უინციოროლი გაქვს ისეთი. ახლა მითხრა რელაქსდ უნდა ითამაშო და რელაქსდ. ჩაწეკი სავარძელში და всё. შენი გასობის დღეა და მაჩუკაი. ხო, თურმე. მის მინა ან შენზე ხარ გინდა რამის თქვა, ან სიტუაციაზე მაგალითად Undertaker-ი რატო ამბობს ეგრევე რომ Undertaker-ია? ალბათ იმიტომ რომ პირიქით აფიქრები. ხო. შენზე ხარ გინდა რამე მითხრა? ან ხარ გინდა რომ ნდობა გქონდეს ჩვენ რაღაც ამ ეტაპზე? მე ემპათი. ემპათი ხარ? პირდაპირ ეს ერთს მეუბნები? და რა გაქვს დანახული? ნული. ემპათიის ნული, შენსოზე და ხარატა გიზის გვერდზე. ოკეი. აი, გეტყვი მაშინ, რომ ან შეფი ვარ, ან მერი. მაგრამ ამოში რომელიმე მართლა ვარ. Cool. კაი. აბა, როგორ გინდა? 3-3-ზე. 2-2-ზე არ გაწყობს? 3 ბევრია ძალიან. აი, იყოს. რა, თუ გინდა მე გეტყვი 2 როლს, სადაც ერთ-ერთი ვექნები. Slayer-ი ან Raven Keeper-ი? Slayer-ი და Raven Keeper-ი? მე ან Librarian-ი, ან შეფი. ან Librarian-ი, ან შეფი. ხო, შეფის ნოლი ვინ გითხრა?
აი წეღანქეთისაც ვუთხარი ეგ რა, ნახე, ჩემი მეზობელი ნიკა ეხა რომ მოკვდა. მაგასთან რომ შევედი 2-2-ზე გავცვალეთ, მითხრა მონკი და შეფი და თვითონვე დააყოლა რომ თუ შეფი ვიქნებოდი, 0 მექნებოდაო. მეთქი, ოკეი. მე შევდივარ მარიამთან, ვახოს მარიამთან და ანალოგიურად აღოდ მარიამთან 3-3-ში გავცვალე და ერთ-ერთი იყო შეფი და მე მევკითხე, იმიტომ რომ მე ხო ნიკასგან ვიცოდი რომ კლეიმში შეფი ქონდა. და მარიამსაც ვკითხე რომ შეფი იყო რა გექნებოდა თქო და 0-ო. და ეხა შენც მეუბნები რომ ან შეფი ხარ ან ლაიბრერიანი და ცოტა არ ვიცი. შეფი რო იყო რა გექნებოდა? შეფი რო იყო რა გექნებოდა? მე რო შეფი ვიყო და თან დრანკი, მაგ შემთხვევაში მექნებოდა 0, ესე ვფიქრობ. აჰა, შენ თუ იქნებოდი დრანკი, შეფი გექნებოდა 0. ხო. ანუ ფიქრობ რომ შეფის ერთია ქალაქში. სალამი. რას მეტყვია და სპაიკო. ან მაგარი ჩაატარეთ შენ და ებან რა ქვია. ვინ? ან სპაი შეიძლება გყავდეს, მაგრამ ანუ ნახე მე ვიყავი მონკი რა და გეტყვი შენ, იმიტომ რომ შენ დაგიცავი შენი სიტყვიდან გამომდინარე. ან მაგარი ჩაატარეთ შენ და როინიზე ნათქვა მქონდა 2 როლიდან 1 რა. ან კიდე მეორე ვარიანტია ნუცასა და სოზას შორის არის ერთ-ერთი როლი, იმიტომ რომ ნუცას 2 როლით გავეხსენი და სოზასაც 2 როლით გავეხსენი და სოზამ მითხრა და ეს მეორე როლი რაც უთხარი შეფი დრანკი ვიციო მე. ხო და შესაბამისად მონკი ხარო რა. ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი მგონია ბოროტი თუ შენ და როინი ახ რა. ნუციკოა? ნუციკო, ერთი ნუციკო, მეორე სოზა არის. შეფი ბლეფია? მოიტყვა? დიდი ალბათობით. იმიტომ რომ შენ თუ ლაიბრერიანი ხარ, რავი ახ. შენ სპაი ხარ. თქვენი ინფორმაციები ვერ ჯდება ერთმანეთში და მაგით გეუბნები. ვის ჩვენი არ ჯდება? რატო არ ჯდება? ჩვენი ვერ ჯდება. რომელი ჯდება? რომელი არ ჯდება? 0. რატო არ ჯდება? ვიჯი თავიდან თქვია ბა ერთი რას თქვია. მოიცა მარიამ გენი. აი, აუ. როინ ერთ წამს სოზა გადაგტოვე რა? აი, მოდი. სოზა. მე მინდა რომ ნდობა მოვიპოვო ქალაქის ამიტომ შენ გეტყვი რომ მე ვარ. შენ გენაცვალე მე. ხო. შენ თუ მე. ვის არენდობი ქალაქში? ფუტკარას არ ვენდობ, იმიტომ რომ აქამდე არ შემოვიდა ჩემთან საერთოდ და გვერდზე მის უმეტესთან ყველანაირი მიზეზი ქონდა. და ქალიო საიგეთებს. ხო, ანუ რამდენიმესთან გავიხსენი მერად იმედით რომ როსაჭირო იქნება მაგას რომ ვიტყვი დამიჯერებს ხალხი რა. მოკლედ, პილატრისგან განსხვავებით, როდესაც აუთსაიდერები არ ჩანდა, ეხლა დრანკის პინგი რო იყო ვიცით და მე ვიცნობ პირადად უკვე 2 ხილულ აუთსაიდერს. და დიდი ალბათობით ბარონის თამაში შეიძლება იყოს თუ რომელიმე აუთსაიდერი ბლეფი არ არის. აი, უცებ გამოვიტან რაღაცეებს. ყველა აუთსაიდერი გამეხსნა. ერთ-ერთ აუთსაიდერში არის დრანკის პინგი, რომელიც ისაც აუთსაიდერად იხსნება და ძალიან უცნაურია. არის პოტენციურად შანსი, რომ სპაია და აუთსაიდერობას იბრალებს და სინამდვილეში ლაიბრარიანმა დრანკი ნახა, ან პირიქით ხო, როინის ერთ-ერთი ერთჯერადი როლია და არ არის გამორიცხული არც ეგ რომ სპაი იყოს, მაგრამ ხო, არ ვიცი, ჯერ მაგ თამაშს ვერ გავყვები. თუ დრანკის პინგები მართალია და სპაიშია ეს პინგები, შეიძლება არც არა თქვენ ორში არ არის დრანკი და სხვაგან არის ვაფშე დრანკი. და ყველაფერზე უნდა ვიმსჯელოთ ეხა ერთად რა, აბა სხვებსაც გის. ერთი ვარიანტია რომ სპაი იყოს თამაში მართლა და როინი და ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც ამ წამს არ დავასახელებ, თამაშობენ ერთად, როინი როგორც სპაი, მე ანუ შეიძლება ეგ იყოს ერთი ვარიანტი, მაგრამ ის ცოტა შედარებით ნაკლებად მჭერა. მეორე ლაიბრერიანი მგონია სპაი და ჩემი აზრით სოზა ამ წუთისთვის უფრო გასაშვები ადამიანი. მე კოლავანდერცეიკერი ვარ და ამოთხარი როინი მოშეუმენა. ნიკა მასტერმაინდი იყო მონკი, რომელიც მე მიცავდა და ვეღარ დამიცავს. და მე ვფიქრობ, რომ დღეს უნდა გავაგდოთ ან სოზა, ან შეფი 0-ით. მე მაინტერესებს შეფი 0 სწორი არის, ანუ ვინ არის ვაფშე? თუ ვინ არის საერთოდ, ანუ სწორი. შეფი ყავს 0-ით. ოკეი, კაი. მე ვარ რეკლუსი, ვიხსნები აუთსაიდერად. შესაბამისად, ჩემს ირგვლივ, ანუ ნიკა თავისთავად მოკვდა და წამალას დადებითი პერსონაჟის მქონე გამოდის.
და თუ კიდევ ერთ აუთსაიდერი გაიხსნა, იმიტომ რომ უკვე დრანკი და რეკურსი ვართ, ესე იგი ბარონის თამაში. მე მაინტერესებს პირველ რიგში ლაიბრარიანის დრანკის პინგები ვიზია, იმიტომ რომ არ ვიცი, ერთ-ერთი ალბათ ქეთია ხო, გეგამ თქვა ხილული აუთსაიდერიო თუ რაღაცა. ალბათ ქეთი უნდა იყოს როგორც მე, იმიტომ რომ ქეთიზე ვიცოდი, რომ უფრო რეკურსია. მე ვფიქრობ, რომ არის ფაის თამაში, მაგრამ ფაისთან ერთად რამდენად არის ბარონის თამაში, არ ვიცი, იმიტომ რომ უფრო მგონია სკარლეტის თამაში. პროსტა მგონია, არ ვიცი, რომ სკარლეტი იქნება. მოკლედ მეგობრებო, მე სპაი არ ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ დღეს ველაპარაკე მხოლოდ ჩემს ორ პინგს და ხარატას, ნიკას და წამალას ველაპარაკე და ხარატას. მეტი არავისთან არ შევსრულო და არ ველაპარაკე. შემოვიცათ, ნიკა ჩემი გუნდი ვერ გამოდის, წამალა არ გამოდის და რავი, ხარატა გამოდის თუ გამოიყვანთ და სპაი უფრო არ ვარ, უფრო ვიდრე ვარ, და ჩემი აზრით თან პირველ თამაში და ამ თამაში სპაი არ მგონია იყოს და სკალეთ უმენია უფრო მოსალოდნელია იგივე სპაი. ანუ შენ ვაშერ უმენად მაკვდე, როინ? ეგრე გამოვიდა კი. როინთან დაკავშირებით მინდა დავამატონ, როდესაც იყო იმის შეთავაზება კეკასგან, რომ დაენომინირებინა, რაღაცა ისეთ სიტუაცია იყო რა, როინს აერია, ანუ ვინს ანომინირებს, ვიჯინის შემთხვევაში მიხვდება და ეგრე ყოფილიყო კარგად შემუშავებული გეგმა, რომ თქვა მე დავანომინირებ როგორც სპაი კეკას, რომ მე მოვკვდე, ანუ ეგეთი მექანიკური შეცდომა წესებში არ გაეპარებოდა როინს. და ხო, სოციალური დედუქციით რო ვიმსჯელოთ, როინი ამ შემთხვევაში მგონია, რომ არ არის სპაი და მაგას არ უნდა გავყვეთ. გიგა შეფი გითხარი ვინ არის რომ დავანომინირებთ? კაი, სანამ შევს დაანომინირებთ, მე სოზას ვანომინირებ. აბა. პირველ რიგში მაინტერესებს წეღანაც თქვი და არ გიპასუხია დრანკის პინგები ვიში გაქვს, იმიტომ რომ ასე თუ ის მნიშვნელოვანი შეფი არის დრანკის პინგში, შეიძლება ნული არ იყოს და საერთოდაც ერთი იყოს ან მეტი და პლუს ამას Undertaker-ი ამოგვითხრეს ლაიბრარიანს და ნუ თუ სპაი არის მაინც ლაიბრარიანი დამოითხრება, მაგრამ სპაის თუ განვიხილავთ უფრო ერთჯერადებში, ალბათ სოზაში და იმ შეფში უნდა იჯდეს. სოზა? ხო, წერანო კითხვა დასვიდა, არ გიპასუხე, აქვს არ ნიშნავს, იმიტომ რომ აგერ ვინც ნამდვილი ლურჯი 100%-ით, იმას ყველა ინფორმაცია უთხარი, თვითონ ჩემ პინგებსაც ყველაფერი უთხარი, ასე რომ ლურჯები არიან გავაფრთხილო, რომ შეიძლება დრანკები იყოს, მე ყველანაირად ვთქვით, რომ დავეხმაროთ რაც მაქვს ინფორმაცია. ხო, რაც შეეხება ნიკას ნათქვამს, რომ მე მისი როლი ვიცოდი, მე ზუსტად არ ვიცოდი და პრინციპში ნიკას როლი იქიდან მივხვდი, რომ ორი ისეთი ვერსია მითხრა, რომ ერთი უკვე ვიცოდი ვინ იყო და შესაბამისად მეორეზე მივხვდი, რომ ის იქნებოდა, მაგრამ ეგრე მარტივად არ მოკლავდი ნიკა. მე რო წითელი ყოფილიყო. ნიკა შეფი გითხარი ვინ არის რომ დავანომინირებ? მე ვარ შეფი. მე ვარ შეფი ნოლით და მგონია რომ დრანკი ვარ. კაი, სოზა უნდა ჩამოვიწყო ასკარად. რატომ? მე ვანომინირებ ქეთის. ესმეთ? სამი რანუ, რატომაც დარწმუნებული ვარ, რომ დრანკი ვარ. და დრანკი თუ არ კიდევ ორი აუთსაიდერი გაიხსნა, რეკუსი და ბატლერი. გამეხსნა უბრალოდ ქეთისა და მაკოს სახით და რატომაც ქეთი რომ მგონია, რომ შეიძლება რეკუსის ბლეფით იყოს, იმიტომ რომ სუსხანაირად გაიხსნა. ამიტომ ანომინირებ ქეთის. ქეთი? სხვათა შორის თამაში არის როლი ბარონი, შესაბამისად ეგეც შეიძლება რომ იყოს. ხო, რატომაც მგონია, რომ არ არის ბარონის თამაში რა. აკოს ვანომინირებ. ბატლერი ვინც არის, უნდა გავუშვათ. აი, შეიძლება ჯერჯერობით ვწდები და მართლა სოზა იყო გასაშვები, მაგრამ აკო პირველი ველაპარაკე, მითხრა რომ ვაფშე არ ვიღვიძებო. მერე გამეხსნა ბატლერად და თურმე ყოველგან მეიღვიძებს და თან არის დრანკის პინგში. და ამაზე საერთოდ დღეს მე არავინ არ მესახება. კიდე არის რაღაცა ინფოები, მაგრამ ჯერჯერობით საერთოდ არაფერი. ხო სიწევს არ არის. აკო პირველ დღეს და როდესაც გელაპარაკე გაგეხსენი ეგრე, იმიტომ რომ მინდა და რაღაცა ძლიერი როლების დაბრალება რა, ვიბრალებდი სლეიერს და ასე შემდეგ. შესაბამისად, დღეს როგორც ვირჯინს, ისე გაგეხსენი ერთ-ერთზე რეალურ როლად. მესმის სამი აუთსაიდერი ვიხსნებით, ანუ არის დრანკი, რეკუსი და ბატლერი.
თუ სეინტი არის, მაშინ ცოტა ხანს უნდა შეგვეშვათ აუთსაიდერებს, თუ არ არის სეინტი, მაშინ ჩავამახსენებ, იმიტომ რომ ვერავის ვერ აღჭო. დავამატებ ახალ თავდაცვას. დავამატებ. ხო, ჩემი აზრით ბატლერის ჩამოხრჩობა არანაირი ინფორმაციას არ მოგცემს და ჯობია რომ შეფი ჩამოვახშოთ და თუ Undertaker-ი მართლა ყავს, შეგვიძლია რომ გავიგოთ არის თუ არა შეფი. უცნაური არ არის დრანკის პინკში რო არის ბატლერი? მაკო არის შენი აზრით სპაი? ნიკა მკვდარი ხმა? ნიკა. ხამო. საღოლ ნიკა. მე არ მჯერა რომ მაკო არის ბოროტი. მაკო ბოროტია, უეჭველი ბოროტია. ფუტკარას ყველაფრის მიუხედავად. გისმენთ წავა. ბოლოს რომ მე და ფუტკარა მოითამაშეთ, რევიკიფერი ვიყავით რანკი, მოუკვდი და ფუტკარაში ნახე ნოდაში და ტვინი წავუღე მეთქი რომ ეს თქო და არ იყო. თუ ხარ მაგის გამო, მაგრამ დღეს ჩემი აზრით შეფი თუ ხარ უნდა ჩამოგახჭოთ. ჯერ იმიტომ რომ ვირჯინი არ დაანომინირე, რაც იდეალური ნომინაცია იყო და ამას გარდა Undertaker-ი თუ მე მართლა ვარ, ამოგთხრი და გავიგებთ რა ხდება. ფუტკარ? ხო, მე არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ ეხლა მაკოზე უფრო მეტად მიფიქრება. შეგვიძლია რომ ხო, ეგრე გადამაზღვიოთ რა, იმიტომ რომ ნამდვილად შეიძლება მე რაღაც თქვა მე. ამ ნომინაციას ნახავშიდებით? ისმენ. ანუ ვაპირებდი ჩამოწევას ხეს, უბრალოდ რამოდენიმეჯერ დავაწექი და რეაქცია არ ქონდა რა, არ ვაპირებდი აწევას ხეს. ვაპატიოთ რა. ეგ ერთი მაპატიეთ, თუ შეიძლება. მადლობა. მაკოს მაინც 7 ხმა დარჩა? ნუ 6-ია. კი, მაკო უჯვენ წითელია. აი, აზრი აღარ აქვს ალბათ სხვა ნომინაციებს და კარგი, მაკო, როგორ მოგვდები ეს კითხვა კარგი ხანი არ დამისვეს? თემა მასტერმა არ დამინდოდა გამიმეტა სასიკვდილოდ სამწუხაროდ. მაკო, ჩამოვახცეთ და დავიცით. როგორ მოხდა შენი მეორე პოიზონი? ანუ რა ვქნა, ეხა ნახე. ერთი ვარიანტი მაქვს, რომ ხარატა დავაპოიზონო და კილი ვერ გააკეთოს და ვითომ მერისგან მკვდარში აისხლიდა. ან მეორე ვარიანტი მაქვს, ხარატა, ესა წამალა დავაპოიზონო და წამალას თუ დავაპოიზონებ, მაკო ამოითხაროს წითლად, ნუ ეგ თქვენზე რა დამოითხრება, მაგრამ მაკო თუ წითლად ამოითხრება თიმში მერე ვის ჩაუსოვენ არ ვიცი და საინტერესოა, წამალას მაკოს ამოათხები და სპარულად რა. პოიზონერა და გაერთო. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მოდი ხარატა დავაპოიზონო. აი. ცოტა ვიღადავთ ხალხი. შეიძლება თავს უკლავს ადამიანი. კარგი. არა. იყო ხარატა. ხარატა. ოკეი. კარგი. ვაიმე, ხალხო, დაწერეთ კომენტარებში. რამდენად მოგეწონათ გაწყვეტილება, რასაც პოიზონერმა თავისი მინიონი მოწამლა. კი არა, თავის დემონი მოწამლა. ეხა იღვიძებს ხარატა. ირჩევს ვიღაცას და ის ვიღაცა არ კვდება შემოსანდო. აბა ვისკო. ეს სალამი, აბა, მინ არის შემდეგი მსხვერპლი. თორსა ჩამოერთო. საჩი იქნება და კარგი რა. შეიძლება იფიქრო არ ადნებს. ამ შემთხვევაში მან დაჩიობია. იმიტომ რომ რა რისკი შეიძლება თქვას რომ ორი დღე წამოვდნენ და ეხლა სხვაზე გადაიტანეს პოიზონი, მაგრამ მაინც დაჩვენ. ოკეი. ხარდა სახე მინდა დავზუმოთ, როცა შენ გამოაცხადე. რა არავინ არ მოგვდა. უკვე აღარ მჯეროდა რომ დამირეკავდეთ. არა, რატომ? ძალიან კარგად მუშაობ. გარდაცვლილებთან და რომ ამოთხარე შეგჭა ბატლერი. ჯერა მე. არ ვიცი რატო არ მკლავე. ისი ეშინია, არ ვიცი. სიმართლის ეშინია ხო? ალბათ არ ჯერათ ეგ. ხო, ამ ქვეყანაში სიმართლის არ ჯერათ ხო? აი მადლობა. არა და რა იცის რომ ისი როლი ისაცია. დაჩი გამარჯობა კიდევ ერთხელ, მოკლედ ჩემთვის მესამე ღამეა, საკმაოდ 7 ღამეა და ისევ გარშემო არავინ არ ყავს ბოროტი. მაგას რა ჯობია. ძალიან კარგი. აბა წარმოდები.
ერთ-ერთი ლურჯი ქალაქში მოვიდა და გვაინტერესებს რა აზრები აქვს ის გონებაში რა ხდება. ის აზრები მაქვს, რომ ორი ბოროტის სტორიტელერი ყავს, რომელმაც ძალიან აგვირია აქაურო. და ხო, ჯერ არ ვიცი, საერთოდ არავინ არ მყავსა, ისეთი გრიმუარია, რომ ძალიან კარგად იმალებიან ბოროტები და ოჩახ თქვენ, საინტერესო თამაში გამოვა ყველა ვარიანტში ჩემი აზრით. და შევნახოთ, ინფოებს რო შევკრიბავ, მე რაღაცა იმედია სტორ ლოგიკას დავდე. ვინ არის ვისაც ენდობი, დიდია ყველაზე მეტად ენდობი. როინს ვენდობი და წამალა რატომღაც. და ცოცხლებში კიდე? სოციალურად და ცოცხლებში არ ვიცი, დაჩი მეეჭვება ცოტა, რო არ მოგატყუო. და აი მარიამთან არ მილაპარაკია კიდე და მაინტერესებს ძალიან რას მეტყვის რა. და ისაეჭო არავინ არ ყავს, აიგეცია, მაგიტო ვიძახე ბოროტის სტორიტელერები. არავინ არ არის საეჭო, ძალიან კარგად არის შედი. ეს ძალიან კეთილებით ვართ, ძალიანაც კეთილები ვართ, ბოლოს ნახოთ. ეგეც შეიძლება, ხო, ჯერ ძალიან ადრეა რაღაც დასკვნების გამოსატანად ალბათ რა. მაგრამ რამე გაითვალისწინე სანდროსაც ვია წითელი. სანდრო ჩემიანია წითელი ეშმაკია ასე რომ ერთ დღეში ხარ? ეხლა ნორ კეთილია. კარგი. ხო, რა ვიყო. თარმატები. ნახოთ. გაიხარეთ. Hello. მე და შედეგი არ ხომ. ვინამშვიდობის. მოკლედ ეგეთი რაღაც წარმოიდგინეთ, რომ სამი მკვდარი ადამიანი იყო ქალაქში, ყველა გამოიქეცით, რომ ნახოთ ვინ არის ის მეოთხე, ვინც შეემატა ამ სამ ადამიანს და ხედავთ, რომ ისევ სამი ადამიანია მხოლოდ მკვდარი. ოპა, სოლჯერი ვარ, კი, მაგრამ მომცი მკვდარიც გვიცავს. 4 თუთი. ეხლა შენ ხარ სოლჯერი. არა, მე ვარ მერი. და ვაპირებდი შენთან საუბარს ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი წინა ღამეს. რამდენიმე ადამიანი მაიცის და მე მგონია რომ ჩემი ასხლიტვა არის ამ ღამეს. და დამჭირდება შენი ხმა მე სამში თუ დარჩა. განსაწყოთი. ვა, შენ თუ ბოროტი ხარ საღოლ. აქვე გეტყვი. იმიტომ რომ ეხლა მაგზა არ მაქვს უნდა დავიჯერო. თავზე ენჯელი ადევს ვერ ხედავ? აი ეს თავზე, მაგიტო ანუ სამი ადამიანი მინიმუმ არის, ვისაც უთხარი, ანუ ერთ-ერთი კლეიმად მერი, ერთ ადამიანს პირდაპირ უთხარი ერთ-ერთზე მერი, იმიტომ რომ მინდოდა რომ რაღაცა ყოლოდ ასე თქვათ, ჩემ ხარდამჭერების არმია და ნუ თამაში მოვიდი აქამდე ხაზზე და ჩემი ასხლიტვა ვაჭველი. სოლჯერი არავის არ უთქვამს, ჩემთან ყოფში არც ერთ კლეიმში და ხო იმ თუ დაიბრალა, შეიძლება ბლეფი იყოს. რა ითატრიშლება? რა ხდება? ასე მომწამლა რა. რა გამოვტოვე? ალბათ მომწამეს რა ვიცი. რა სულელია? კაია. შენი შეფი და ფუტკარაძეებში მოვედით. ხო, შენი შეფი დავიდე რო? ხო, მე შენ შერუმენებას ვიჯერებ, ეხლა რა ვერ გავიგე. სხვა გზა აღარ გაქვს მაგით. როგორ არ მაქვს ფაირო იყო არ შეიძლება? სპაი გამორიცხი. რატო? მაშინ თუ სპაი ხარ მით უმეტეს უნდა დაიჯერე რომ შევიდარ. იცი. კაი, მარიამზე რაც ვფიქრობ. მარიამს მე მგონი ვენდოვი ახლა მაინც ორსულად არა. რა სიკლეიმებს შენთან? ინვესტიგეიტორი ინვესტიგეიტორი სხვა იყო. და შენში ნახა პოიზონერი. ჩემში ნახა პოიზონერი? აღარ გენდომა. აუ რაღაცა ზიგონებ ხა შენ. რას მიგონებ ახლა რომ რატო აკეთებ? ჩორც რატო აკეთებ? არა, ანუ ახლა რომ გავეცით ეხავს ცოტა, მაგრამ ისე მომადექი რომ ნახა პოიზონერი და ინვესტიგეიტორი. ო რას ნიშნავს ვახო? შენში და მაკოში დაინახა პოიზონერი. ჩემში და მაკოში? მაკო ან მარტო შენში როგორ დაინახა? მაკო იქნება შენ ხარ, რა ვიცი. ხო, კაი, მე რო არ ვარ, ხო ვიცი. კაი. შენ ალბათ fortune teller ხარ.
როგორ მიყურებს და მოიცა არ შევითამაშდეს ლაპე არ ვარ აბა უშრომება რაც დაგინახარით უშრომოს მე ვაფშე დავნახე აბა რატო შევედი ჩვენ და როინი ბიჭო რა გინდა შენ აი ეგრე გამიწორდა და შევედი რატო იჭრები მაგ კითხვაზე ანუ ძალიან ნეგატივი იმიტომ ბოროტი ხარ არა ვარ ბოროტი აი რატო შევედი პირველი როინის და რა შენი საქმეა ანუ შენ გინდობ იმიტომ რომ ემპათია აი სამი ღამე ვარ და მაგიტომ შევედი რომ პირველი ეს ყავდა გადამოწევი სამი ღამე ვარ ნოლით და ანუ გენდობი და პროსტა მინდა გავიგო ანუ ეგ რას აი პირველი გადამოწევი როინი და გეგა და შევედი მეთქი თუ ერთს მეტყვის რომ ნდობა მაინც მექნება თქო რა აი არა ყავდა და მაგიტო და მე გადამოწევი ქეთი და ის ყარი ეხა ნუციკო და მე არა? და სოლჯერი ვინდა? ანუ ვინ იხსნება? მე ვარ სოლჯერი. თუ ბოროტება ხომ მაინც იციან ვინაა და რა აზრია გამოვა? ამალო რა. დაჩი თვალებს ჩამხედ. არა, დაჩი ბოროტია. ნახოთ, იმიტომ რომ უბრალოდ თუ იმადა ბოროტმა იცის რომ მე ვარ მერი, მეორეჯერაც გაისვრის. მეორეჯერაც ოჭველი გაისვრის და გაგესვრის სანამ არ გაგხვდავთ და ხო, ну მონკიც აღარ ყავს თუ ნიკა იყო მონკი. მონკის ნიკა გავიდა. ვარ დიდი ალბათობით რა, უბრალოდ რამენაირად ქალაქმა თუ დამიჯერა, ჩამოხრჩობით მაინც ვარ გამაგდან, ეგ კარგი იქნება. ერთს ვიტყვი რომ ჩემ გამო არ მოხდა ქალაქში დღეს გამეს და 3-4 ადამიანმა ზუსტად იცის ჩემი როლი. მაინც მინდა რომ ეჭვის სახით დავტოვო აი იმ ორ როლს შორის რომელიც გამოდის შეიძლება მომხდარი იყო და გამოცდილი მოთამაშეები ხართ და კი იცით რომ ან მერზე ან სოლჯერზე იქნება საუბარი. ბოლომდე არ გავხსნა კარტები. მაგრამ რავი ერთ-ერთზე მზად ვარ რომ უფრო მეტი გითხრათ. გეგას უთხარი უკვე ყველაფერი? კი, რა თქმა უნდა. ოკეი. ხო, მე მაინტერესებს ახლა ერთი რაღაც რა. იქიდან გამომდინარე რომ მაკო მგონია წითელი. ძალიან მაინტერესებს მარიამი ამდენი ხანი რას საუბრებოდა მაკოს პრემოდელ დღეს. პასუხი რომ გამწეს ძალიან ცუდად. ჩემთვის მაკო წითლად არ გასულა მაინც და მაინც. და ანუ მას უთხარი ჩემი როლი და 50-50-ია. მაგრამ რავი, უთხარი ჩემი როლი და იმას ვჯელობდით, გავხსნილიყავი თუ არა საჯაროდ. თუ ჯერჯერობით შევამენახა ინტრიგა, ანუ ეგ დისკუსია იყო. პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი ჩემთვის. აი, ხალხი გებეც გეტყვით რაღაცებს. რეალურად მე ვარ სეინთი, აზრი არა აქვს ამ ჩემი როლის დამალოს. სლეიერად ვიხსნებოდი და რავი, ზოგს ფორჩუნ თელერი უთხარი, ზოგს სლეიერ რეივენკიფერი და ფაქტია რომ ღამე არ ვკვდები და გაუსწროლელი სლეიერი რო ხა 3 დღე არ გეჯდება და ყველამ კარგად იცი. მგონია რომ ბარონის თამაში არ გვაქვს. მაგრამ აკო არ ვიცი წითლად გავიდა თულობთ. მგონია რომ ბარონის თამაში საერთოდ არ გვაქვს. მგონია რომ დრანკის პინგები საერთოდ შემოყრილია და მგონია რომ თამაში არის ან სეინთი და ბათლერი, ან სეინთი და რეკლუსი. თუ განვიხილავთ სპაის თამაშს, სპაი ბარონის კომბინაცია ამ ეტაპზე, ამ გრიმუარიდან გამომდინარე, მე მაგ კომბინაციას ვერ ვხედავ. მგონია რომ სადღაც პოიზონერი ან სკარლეტი უნდა იყოს, ამიტომ არ განვიხილავ მე ბარო სპაის. თუ სპაის განვიხილავთ, სპაისთან ერთად მე ბარონი არ ამგონია რომ იყოს. და გამომდინარე, არ ვიცი ვისაც როგორ იტყვება. წამონ შენთან ვერ მოვაწარი ლაპარაკი და რა მოთხარე თქვი სადმე? აი ახლად შემიჯერე რომ მოვიდე. კიბატონი. როგორც ცნობილია, მე ვარ Undertaker-ი და მაკო ამოთხარე პოიზონერი. შეიძლება დამაპოიზონეს და მაკო მაგიტო ამოთხარე პოიზონერად, მაგრამ სიმართლეს ვერ გავექცევით. მე მაინტერესებს ინვესტიგეიტორი ყავს თამაში? ანუ პოიზონერი დაინახა ვინმე? არა ყავს. აი, მე თვითონ იყო ეგეთი ხმა და მაინტერესებს ვინ მატყუებს ამდენს. 3 ჯერ ყავს ისედაც და რავი. მაკო მე განვიხილავ მე უფრო სპაის თამაში და განვიხილავ სპაი პოიზონერის თამაშს.
ანუ ნახეთ თუ სპაი არის თამაშში და გონიათ რომ სპაი პოიზონერის თამაშია დღეს კილი მოხდებოდა რა არ მგონია რომ ესე შეუთანხმებულად წასულიყო რომ პირობითად სპაის თამაში აუცილებლად ეცოდინებოდათ მარიამის როლი და ესე რენდომზე არ ესროდნენ ჩემი პირადი აზრით ამიტომაც მე სპაის თამაშს ნაკლებად განვიხილავ ცოტა ხანს მინდა რომ გაყვეთ არ ვიცი შეიძლება ჩემი არ გჯერათ მაგრამ ცოტა ხანს მაინც უნდა ითამაშოთ ბარონის თამაში იმიტომ რომ ფაქტია რომ 4-ვე აუთსაიდერი თამაშია 3 სახეზე ყავთ და დრანკის პინგებია და სხვა ადამიანებში უნდა ეძებოთ ბოროტები. ამიტომ ჩემი აზრით ან თუ სპაი ეთამაში ესე იგი მარიამი იტყუება რა და მარიამიც დემონი გამოდის ან კაი ნომინაციები ღია. მე ვარ ნომინაციაზე. რავი, ჩემი აზრით დაჩის და გეგას ურთიერთკავშირის შემდეგ მე არის იდეალური ჩამოსახშობი მეცნიერებისთვისაც Undertaker-ისთვისაც თუ მე ვარ და რა ვიცი თუ გინდა ჩამოვახშობთ და რაღაცებს გავიგებთ თუ არ გინდათ გავგზავნოთ აუთსაიდერები ჩამოვხშობთ სოზა არაფერს არ დავიცავ თავს თუ ჭირდება საქმეს რომ ჩამომახშობთ ჩამომახშობთ არ ჩამოვახშობთ რა ეს განწირული სულისკვეთება არა მეგობრები მე ჩამომახშობთ Undertaker-ი ამომიწევს არ მახშობს ხალხი მე ვანამიებთ ვის? კეთის. გისმენთ? ნუ ხე პირველ რიგში კონკრეტია ხორეთ და სხვისას არის უბრალოდ. შეიძლება გვარონის თამაში ახლა არ არის და უბრალოდ აუთსაიდერია და არ ვიცით რომელია და ერთი ვარიანტია რასაც შეიძლება გავიგოთ. თან Undertaker-ის სამოთხებზე არა ვარ და თამაში. პოტენციალურად მგონია რომ შეიძლება იყოს ბოროტი და ბოროტი არის მე. და აი ჩამოხჩა ჩემთვის ვიღე. კეთი გისმენთ? ნუ რავი, მე ხედავ ჩემ როლს და შესაბამისად ჩემთვის უფრო ადვილია, ნუ დავალაგო რომ თქვა მე ვარ ნამდვილი აუთსაიდერი და ნუ სხვა ვიღაცა დანარჩენი აუთსაიდერებიდან ვიღაცა ნამდვილია, იმიტომ რავი. ჩემი ეკსკლუსობის დამამტკიცებელი არგუმენტი რავი ვერ მექნება შესაბამისად რავი მომხმარებელი ვარ და თუ საქმე სჭირდება სოზას არ იყოს გავალ. ანუ ნახეთ თუ სოზა ბოროტი გონია დაჩისთან ერთად არის ბოროტი და მაგ შემთხვევაში ფუტკა და მართლა დრანკია ან ესეც ბოროტია იმიტომ რომ ურთიერთსაწინააღმდეგოა ეხა აქ შეფის ნულს რანაირად ვცვალთ ანუ ცალსახად არასწორი უნდა იყოს შეფის ნული ხო აი სპაის შემთხვევაში გეგა ხო რა მე მგონია რომ მართლა სპაი ბარონია თამაში რა და რავი დაჩის დავანომინირებ მაგრამ მე რატო ამოვთხარე მაშინ პოიზონერად მაგა დაჩი უჩვეულოდ პასიურია ჩემი გადმოსახედიდან სოციალურად თან მაგის ინფორმაციებით და სულ რო ფუტკარა დრანკი იყოს მაინც ანუ ვიღაცა სამი ადამიანი ხო ბოროტი უნდა იყოს ჩემი გადმოსახედიდან მაკო წითლად არ გასულა იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა მაწია ხელი მარტო მაკედან გავაკეთე ეგ დასკვნა მინიმუმ მეორე იქიდან ნუ მაგას მე ვიტყვით ალბათ და ჯერადო არ ვამბობთ არ ვიცი და ხო თუ დაჩი მართლა ის არის რასაც ამბობს და მართლა ის ინფორმაცია სწორია ანუ ბოროტები ვინღა გამოდიან ვეღარ ვსვავ სულ არის 2 თუ 3 კანდიდატი აქედან ერთი ვოშერუმბელმა იპოვა მეორე ლაიბრარიანმა დაინახა და ასე შემდეგ და წესით დაჩი ყველა შემთხვევაში ბოროტად უნდა ჯდებოდეს ჩემი გადმოსახედიდან ესია რა აბა დაიხვა დაჩი ეგ რა ჯანდაბა ემპათი ხარდაჩი ამა ბრატო ამა გაფოიზონებ მოსაღედერები დახატა აი ნუ დაჩი ბოროტია შევეშო დასტარპასე თუ დემონი დაჩი თუ ბოროტი არის დაჩი უნდა იყოს ბარი მარიამს ვანომინირებ ოპა ეს უკვე არ ვიცი ეს უკვე რაღაცა არის ხო, წითელი მგონია დარწმუნებული ვარ, მგონია რომ მაკოც წითლად გავიდა და მჯერა წამალას Undertaker-ობის და პოიზონერი მაკო. ასევე გავიგე რომ თავიდან ჩემთან რა კლეიმების თქვა ისინი მე სხვებზე
გადათამაშდა, მე გავიგე რომ ინვესტიგეიტორი დაუკლეიმებია და მაკოსა და ჩემს შორის პოიზონერი დაუნახავს და მგონია რომ თავიდან ეგ თამაში იყო და ხო, როინმა მითხრა. ანუ როინმა რა შეხვდა. ხო. და რაღაცნაირად მეიჭვება ძალიან ყველაზე მეტად მეწითლება ალბათ სხვაებთან შედარებით მარიამი და თან საერთოდ არ მილაპარაკებოდა რა არის. That's my point. მარიამ, ისმენთ? ჯერ ერთი ფუტკარაძეები რაღაც მიმიხლართავენ აკეთი კითხება. როინმა რაც გითხრა, ეს არის ციცრუე, წმინდა წყლის. ეგ ერთი თვითონაც გაეცინა და მიხვდებოდი. ანუ ეხლა რომ არ მოხდა მკვლელობა, ან უნდა ყოფილიყო სოლჯერის, ან მერის. თუ არ მგვიტყვი რომ არ მერი, რა თქმა უნდა, ანუ ვინც. ოროტიც ხდებოდა ალბათ აქამდე. თან რამდენიმე მოქალაქემ რავი შეუძლიათ ახლა ერის არაწევით მაგით დამიჭირონ მხარი რომ ნათქვამი მქონდა მათთან და იცოდნენ ეს დასახევი გზა ამით მქონდა შენ ვერ გამოვედი შენთან ხაზზე და პირველივე დღეს სოციალზე საუბრებოდი ძალიან დიდი ხანი და კითხე კიდეც რომ ვერ შემოვედი და რატო და იმიტომ ანუ როგორც წესი ჩვენ გვერდზე ხარ და ჩვენ ერთად გქონდით ხოლმე პირველ ღამეს ასაუბროთ ეგ რო არ მოხდა და სოციალთან დიდხანს ლაპარაკობდი მაგანიც გამიჩინა და პირველ სამ მტკიცებაში გითხარი ყველამ ცდარი მაგიტომ არ ქონდა შენ ჩემზე მერის მტკიცება მაგრამ ვისაც ვენდობოდი შედარებით უფრო მან იცოდა რომ ვარ მერი და მკვლელობა რო არ მოხდა ჩემ კისერსია ანუ რავი თუ სხვა ლოგიკაში მაშინ სოლჯერმა აიწიოს ხელი და არავის არ უთქვამ ჩემთან არც გამონათვალში რომ შეიძლება სოლჯერი ყოფილიყო მაგრამ მე გამოირიცხა და დარჩა ისევ მერი რა ანუ იგივე ხო ან შენ თავს ესროლე ეგეც მაგასაც ვარა ანუ ნახეთ რა ხან ეხა დაჩიმას თქვა თავისი როლი იცახის რომ ემპათი არის ნულებით თუ დაჩის იგჯერა ხარატა და სულა თუ ლურჯები არიან შენი შეფის ნული უკვე და შენი შეფის ნული ერთი კითხვა მაქვს ფერმა ისხლითა და მოხდა მკვდარს ხო კი შეიძლება ალბათ ან პირდაპირ მკვდარია მაშინ თუ დღეში ვარ პატიოსნები ხო ანუ ლურჯები თუ დღეში ვართ ესე იგი რადგან ეგ მოხდა ხო არჩევანი მოგაყვი იმით რაღაცას ვიტყვი ან მარიამი მართლა იტყუება თან ძალიან წარ კაი წამოგის შეიძლება რომ მე მესროლეს იმიტომ რომ სოლჯერი ვარ მაგრამ ასევე შეიძლება დარჩი იყოს დრანკი და ორივე მეზობელი წითელი ყავდეს 5 4 3 მეგა და ანუ ვინმე ვქნათ მეგა ვაკეთე უკვე ნომინაცია სამწუხარო რეალობა სიკა გვიდე თამაში აბა შედეგი რა ხო იმიტომ ამო იყო ის შედეგი რაც გიწევდა იქ ვირჯინი დაგვიკლე არ და იქ და ხა ნახე მარიამი ცოტათი წითლდება და კარგია ხო მარიამს ვაპოიზონებ ხარ ვიცი ჩემო დემონმა მითხრა მარიამი დააპოიზონე გოგო მე აღარ დამაპოიზონო ვუწერებ ჩემ დემონს თორე მე იქ ყოფში მომხარშავს და არ მინდა დამჯერმინია დამჯერმინია ცოტა ურჩი მაგრამ ბოლოს მაინც სამჯერ სხვა გზა არ მაქვს კარგი მადლობა თუ მოკლა სამწუხაროდ მარიამი დამოუყვათ მე დიემოთამ კაი და რა არის ეს გეგმა აი ეხლა ვიტყვი მე საჯაროდ რო გავხსნათ აი რაღაცას საუბრობ ამას ინფორმაციას საინტერესო კარგი თუ მოკლა კარგი ვარ მოკლა მე მოვიჩქარ კარგი დაჩი შენთან სიმშვიდეა ისე ნული არის შენს გარშემო და ბარემ გითხარი რა ხარას ფიქრობ მარჯვენა თუ მარცხენა რომელი აბა მეგობრებო რომელი გიშოვნია ალბათ ეს მიჩვენე იმიტომ რომ კლასიკა არის და ეს არ ვიცი კაი რა ოკეი რას ფიქრობ ანუ ამეთ მე ფიქრობ რომ სეინტი უნდა მოკვდეს ალბათ ოკეი აიტო სეინტებს მე არ ვენდობი სეინტები ცუდი ხალხია ზოგადად კაი მაგას დემონი ტყოდეს ხო სეინტები ცუდი ხალხი კარგი დილამშვიდობის
მოკლედ. ო, ერთი მსხვერპლ ღამის შემდეგად გაჩნდა ფსევდო სიმშვიდის და უსაფრთხოების შეგრძნება. მაგრამ რო გამოხედეთ, ამჩნევთ კონტურს, რომ ერთი ადამიანი მიემატა ჩამოხრჩობილების და გარდაცვლილების სიას, თუმცა ნისლში ნელ-ნელა რო უახლოვებთ, ვერ ამჩნევთ თავიდან ვინ არის, მაგრამ რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ნელ-ნელა იკვეთება მარიამის კონტურე ეშაფა. აბა. ათხოთ. არა, კეთის ჩამოხრჩობილი თუ არ მოხდა თამაში, ანუ ის რაღაც. საერთოდ გამომწოდებული ყავს. ბიჭო, ნახე როგორ მქონდა პირველ დღეს როინი გეგა არ მქონდა, მე გადამოვდი კეთი და ნიკა რომ მოყვა. მან მქონდა კი. და მე რა გეგამ ვარ გამოვიტანდა იმ რეკურსიო შევეშ. მე მუსიკო და გეგაში მქონდა არა. და მე ახლა მარიამში და გეგაში მაქვს. სენტი გაჩეკე შენ თავს. სენტი გადავამოწმო? ო. სენტი გეგასთან ერთად ყავს არაში თქო. კიდევ. ოკეი, იდეალურ. მეთქი რა, ანუ ვერ მოვხდი ასე რომ. კი. კაი. ოს ფაისთან. რა და ძალიან ცალკე იყვნენ გასული და რავი, მარტო მაკოს ელაპარაკა, მგონი ეკითხე, ხო? არ ვიცი, ანუ მაკო, მარიამი და ნუცა მგონია, მარიამი იმფი იყო, ნუცა სკარლეტი და ეხლა გახდა იმფი, მაგრამ მაგას იქამდე ვერ გავიგებთ სანამ საერთოდ დორჩებით, იმიტომ რომ სეინც იქნება. შენ ხო შეფი ხარ რა, ანუ წესით. ხო. და ანუ ზოგადად ძალიან ხშირი არის ხოლმე რომ შეფი იყოს დრანკი რა, ანუ მეც ყოფილვარ და ბევრჯერ მინახავს და რავი, ორჯერ ვიყავი და ორჯერ. მაგიტო თავიდანვე მეგონა რომ დრანკი ვიყავი, ოღონდ ეხლა ხო რა, ძალიან ხშირია ხოლმე რომ ეგრე იყოს და ანუ ეხლა არ არის გამორიცხული. ეგ ანუ მაკოში როგორ იყო დრანკის ისა რა, პინგი. მან როინიც არის ხვდები, აი როინსა და მაკოს შორის ძალიან მაქვს დისონანსი. ეს წელი მინიმუმ არ არის ხვდები? სენტი და კიდევ ვინ მორს ერთი მარტო ერთადერთი ბოროტია? კიდევ ვინ არის ბოროტი? ხო, შენ მეზობელშია უეჭველი და შენ ხარ დრანკი დიდი ალბათობით. არა, რატო არ იქნება, არა ვარ, რავი. რავი, ოკეი. ანუ კი იყოს დაჩისნულები, მაინც არაფერში არ მოდის. იმიტომ რომ მაშინ ორი აუთსაიდერი უნდა გქონდეთ ბლეფებში თუ როინის და წამალას იმჯერა. მეორე სამყარო არის, სადაც როინი, წამალა და მესამე კიდევ ვიღაცა არის. თუ ორი აუთსაიდერი აქვს ბლეფში, აი არ არის. და არის სკარლეტი და პოიზონერი. იმიტომ რომ ბარონი, თუ ორი ბლეფში აქვს, ირიცხება იასნა და სპაი არ იქნება რა, უეჭველი სპაირებას ბლეფებს აიღებენ და სკარლეტი პოიზონერი. აი ყველაზე ჩახლართული ვარიანტი. და ბოლოს ამამდე არ უნდა გამიხილოთ ეგ ჩემი აზრით. კაი, მეგობრებო, ახლა სანამ ხალხი დაალაიქებს ამ ვიდეოს და არხს გამოიწერს, ბარემ დაგეგმეთ რაღაც თქმელი და დავიწყოთ ხარატასგან. ცოტა არ აქტიური ვიყავ, მაგრამ სპორტმენელი ვარ და გადამოწმოს ვიტყვი. პირველ დღეს როინი და გეგაში ხონა არა და პირველი როინს უთხარი ეგ ინფორმაცია, რომელიც ერთ სპორტმენელს უნდა გენდოლ. და მე აფიქრე მეორე დღეს ნიკა და კეთი გადამოწმდა კეთი და ნიკა კიში იყო. ანუ ნიკა მოყდა კეთი კიში დამჭა და გეგას უთხარი, მაგრამ იმ დღეს გაიქნა რეკრუტი. მე გეგა არაში მოყავს ნუცასთან ერთად. არაში მოყავდა და ეხლა გადამოწმდა მარიამი. ერი მარიამი და ისევ გეგა და მაქვს კი. ხოდა მარიამმა ანუ წარბას ხოქშე რა ჯერჯერობით არ განვიხილავ და რთულად უნდა გავყვეთ მაგას რომ ეგრე იყოს. კეთი ჩამოხრჩობით თუ თამაში არ მოხდა რავი. არავინ მაშინ ანდაჩია დემონი და სოლდაზაჩი ერთად არიან ბოროტები და აქ არის ეს ორი ბოროტი და მესამე შეიძლება ვიღაც მაკო გაუხდეთ. ან რა ვინმე. და პროეგარი ან კეთი უნდა იყოს დემონი და ან მარიამმა გააკეთა წარბას. რავი ამ ღამეს მე თუ გადავარჩი გადავამოწებ რავი შეთანხმებული ვარ კარგად გადამოწევს გავაკეთებ და თუ არ გადავარჩი და რავი ჩემზე კაი ხო რა მე ანდერტეიკერი მიიღებს ამ ინფორმაციას. მე მგონია რომ პოიზონერი არ არის თამაში, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ალბათ მომწამლავდნენ და ისე მომკლავდნენ და პირველივე ჯერზე მოხდებოდა ჩემი ხელობა. შეიძლება სპაი არის და მაგას ხედავდა ჩვენიურად რომ მე ვიყავი მე უბრალოდ იმდანად არ უღირდა ჩემი დარჩენა ბოლო სამში
რომ ერთში უნდა თქვა ორჯერ გაესროლა, ჩემზე დაეხარჯა ღამე, ასე ვთქვათ. და იმ ლოგიკას თუ მივყვებით, რომ პოიზონერი არ არის თამაში, ხარატარი ძალიან საეჭვო, იმიტომ რომ ჩემსა და დადასტურებულ ვირჯინ კეკას შორის თუ მიიღო კი, მე ხო ჩემი როლი ვიცი, კეკას როლი თამახალქმა იცის, რომ ვირჯინია 100%-იანი ლურჯი, შესაბამისად ხარატას ვერ მომართებ და ჩემთვის წითლდება. არ ვამბობ, რომ ყველაზე საუკეთესო მკვლელობა იქნება ხარატის შემთხვევა, მაგრამ აი ბოლო გადამოწმებით ჩემში ძალიან დიდი ეჭვები გააჩინა, როდესაც თქვა, რომ გეკას და მარიამ შორის კიდევ ვინახავ, იმიტომ რომ პოიზონერს დიდად არ მიჯერა ამ თამაში. მეც ეგ უნდა მეთქვა, რომ თუ ჩამოვყალიბდებით რა მინიონები თუ თამაშობთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება რა. თუ თამაშობთ ფაითი, მაშინ პოიზონერი არ უნდა ყავდეთ. თუ მარიამი მართლა მერია და მართლა ლურჯერი და მე მჯერა მარიამის, იმიტომ რომ პირველივე დღიდან ასე თუ ისე ვიცოდი რომ იყო მერი. ნუ ყველა მეტყოდა დემოინც იტყოდა რომ მერი ვარო და ოკეი, მაგრამ ასე თუ ისე სოციალურად მე უფრო მელურჯება ვიდრე ნახევარ ქალაქს. თუ მე მარიამი მელურჯება, პოიზონერის თამაშს არ განვიხილავ, ან უნდა განვიხილავდე ბარონის თამაშს, სადაც აუთსაიდერები, ქლიარები ვართ, ან უნდა განვიხილავდე სკარლეტის თამაშს, სადაც არის ფაი სკარლეტი. პოიზონერს კიდევ ერთხელ გეტყვით, იმიტომ არ განვიხილავ, რომ თუ მარიამ მერია და ღამე მკვდარში აისხლიდა, ესე იგი ფაის თამაში პოიზონერი არ ყავთ და მერის გახვრეტა უნდათ, სადაც მეორე მცდელობაზე გახვრიტეს. ნუ ციკო. და პოიზონერ ბარონი რო იყოს? სპაირო ვაფშე არ იყოს თამაში? მაგაზე არ მიფიქრია. წავა. ხო, რა მარიამმა თუ სტარტასი გააკეთა, ჩემთვის ფუტკარა გამოდის ისი შემდეგი დემონი, იმიტომ რომ თან შეუტია და თან შეფის ნოლი გვაქვს ფუტკარას მხრიდან. მე სოლჯერი ვარ და შეიძლება ქილი მაგიტო არ მოხდა და როინო მიპოვა მე. რავი, დანარჩენი არ ვიცი, და მგონია რომ დაჩის მეზობელში ერთ-ერთი უნდა ჩამოვახშოთ მინიმუმ. ანუ უცბად დავამატებ რა, ანუ მარიამ მართლა მაგიტო არ გიტევ რა, თან თუ ვიგონებ ამ ინფორმაციას რა. შენზე არ ვიტყვი რასაც ხოლმე ვიტყვი რაღაცაზე და ხოდა არ ნიკაზე და კეთილი არ ვიტყვი მე რაღაც. უბრალოდ თუ რეფერენსი ხარ მაგის ანქროს დაუწყოთ რომ მარტივად მოხდა რეფერენსი, მაგრამ ჩამოვიწყეთ სამერს ერთი, იმიტომ რომ მეორე კი მაგაშენოთ რა. ან არის ეკუსი, ან არა. მე ხარატას ფორჩუნთელერობას უფრო ვენდობი ვიდრე მარიამის მერობას, მგონია რომ მარიამი ჯერ გაიხსნა მერად და მერე თავი მოიკლა. მგონია რომ სკარლეტი ყავს და ნუცა და მარიამი ერთად გაიხსნენ, სეინთად გაიხსნა ნუცა და მარიამი გაიხსნა მერად და მგონია რომ ერთად თამაშობენ და ეხა სკარლეტი და ახალი ინფინუცი ყავთ, რადგან სეინთად იხსნება, ეხა ვერ დავასახელებ რა. და ვემხრობი კეთის გაგდებას ასევე, იმიტომ რომ ხარატასთან ინგში, ანუ შეიძლება ეს იყოს რეთერინგი იყოს, მაგრამ მაინც კაი. ეს ნომინაციები ღია მეგობრებო. მე ვანომინებ ხარატას. გისმენთ? ჩემი აზრით ხარატა ოქამდე დემოსზე მოეკლა ის სიტყვიდან გამომდინარე. მე ვიფიქრები ყოველ შემთხვევაში რომ ხარატა ძლიერი როლი არის. ასევე არ მჯერა იმის რომ იქ დაჩი ემპათია და ხარატა ფორტუნთელერია და ასე ატყობილი გვაქვს ლურჯებს საქმე. მგონია რომ ხარატამა გავაგდოთ, დაჩი გამოვა ჩემზე ემპათით. მე ვერ მომკლავ სოლჯერი ვარ, პოიზონერი თუ არ ყავს მით უმეტეს. რა ვფიქრობ რომ დაჩის მეზობლებმა დავშალოთ. ოკეი, ნახე. თუ გადავრჩი კაი გადამოტანოს გავაკეთებ და ეს არ გამოდის. ეგ ერთი. მეორე კიდე ხო, ნუ გადამოწმები რომ საკმაოდ განსაკუთრებით მაგას აღარ გავიმეორებ და ეხლა რა ხდება თუ კეთი არ არის, ანუ ჩამოხშავები გვაქვს რა, კეთიზე ვარ და თამაშთან მე გადავრჩი მეორე დღეს შეგიძლიათ მეც გამოვხარ. შემდეგ დღეს მოხდა მეც გამოვხარ ხოლმე პრობლემა და მე უფრო მარტივად ავარჩი. თან თუ ცოცხალი დავჭი და გადამოწმოთ ხონდა კიდე რაღაცები გამოფიდება და ეს არ ვარ ჩამოხშავ. ვის ვაჩვენებ? და კეთის ვანომინირებ მე. აბა რეკლუსი თუ არის ძალიან დიდი ხანია თამაშია, ეს ერთი, მერე მეორე, რადგან ფორჩუნთელერის პინკშია კიდე ერთი მიზეზი არის და ახლანდელი როლებიდან ყველაზე სეფქილია, რომელიც თან აუცილებლად უნდა მოხდეს. ეხლა ისე ვერ
დაღამდება, რომ კიდე კვლელობის გარეშე მოხდეს ამბავი და მგონია რომ ქეთი ყველა ვარიანტში არის გასაგდები ახლა. ქეთი? ხო, მე არ აკვირდი მაგას ვაზე, იმიტომ რომ რავი, ახლა ჩემს წითელი ამოდის ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ ექსკლუსივ ვარ. მაგრამ თუ ფიქრობთ რომ ჩემი გავარდით თამაში დასრულდება, კი ბატონო, გამაგდეთ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩემი გავარდით თამაში არ დასრულდება. და რავი, ანუ დიდი ხანია ვარ თამაში, ნუ იმიტომ რომ დემონები არ მომკლავდი, იმიტომ რომ რავი, ექსკლუსივ ვარ და წითლად რეგისტრირდები შეთამისად. ანუ ურჩევნიათ დააწყობთ ეგ. და რავი რა, სულ ესა. დაჩი შენ ეხაც ნული გა იცი რა, დაჩი რო გავაგდოთ და ამალად. ანუ რავი, რაუნდ 2 ვანომინირებ და ანუ ხო, უნდა გავიგოთ რაღაც. რავი, კიდე ერთხელ გავიმეორებ წინა დღეს, რაც ვთქვი, რომ დაჩი საეჭვოდ პასიურია, რაც არჩევია ხოლმე, როცა კეთილია, ეგ ერთი მიზეზი, მეორე მიზეზი, ამის ნოლები არ ჯდება არაფერში, იმიტომ რომ მაშინ ბოროტები არ ყავს და ყველა კეთილი ვარ, თუ ბარონის თამაშია და ესე ხელ გადახოვლები. 12 კაცი 10-ის ვახოჭა მოვახჭოთ, წავყანი მაშინ. და ფუტკარას 0, დაჩის 0 და ბარონის თამაში, აი სამი ურთიერთგამორიცხავი რაღაციდან ქეთის ვაგდებთ მარტო, იმიტომ რომ ხარატას კიშია, ფუტკარა ეხა უფრო მეჭობა, იმიტომ რომ ყველა ინფორმაციას იყენებს, რომ ვიღაცებს შეუტიოს და ხარატას კიები ძალიან კარგად გამოიყენა თავის ლოგიკების ჩამოსაყალიბებლად და სოზა დაჩი ფუტკარა მგონია ამ წამს 3 წითელი. აი ამ წამს ესე უყურებ ამ თამაშს. არ ვიცი. დაჩი. ახლა ნუ დამახარჯინებ დაწიეთ. ყველაფერი კარგად იქნება. გოროტია. ქეთი არა ძრა. ეხლა მთელი ღამერაზე ვლოცულობდი, იცით, რომ აი დღეს სტარპასი არ გააკეთოს. იმიტომ რომ ან მე წამალას დავაფოიზონებ, რომ დაჩი წითლად ამოითხაროს, მაგრამ დაჩი თუ წითლად ამოითხრება, არ მინდა რომ ხარატაზე წავიდნენ, ანუ არ ვიცი, ანუ თავარია დრანქად არ ამოითხაროს და ვაფოიზონებ წამალას. წამა დაფოიზონდა დემონი არ გავხდი ხო ჯერ? ჯერ გავიგებთ. არ ვიცი, კაი, მადლობა. მომწონს როგორც მიდიხართ, ბატონო ხარატ. აი, ჩამილა თავი მოვუწყდა მე რენუციკო სამკეთში. თავს დაიცავს თუ არა კარგად, მაგრამ ზეიქნება ამოგიდებოდი. მოგყურეთ, ეგრე უნდა ვქნა. მაგრამ მე ჩამოვახჩვარი, მაგრამ რადგან მოგავი მაქრო, გავიდე სამკეთში და ისე მოვიდო, მაგრამ არ ვიცი. მოკრავ. ქეთის. ხო, რა უცნაურ კიდევ აქ შევახარ. ერთი შეხედვით. ანუ მოტო, ამას მოწამლავენ. ვარა, გეგას მოკლა. ბანე. გადაიფიქრე? გავისტუმრე. რატო გადაიფიქრე? იყო სკეცი ამჯობია. ვუტევდე და მიზეზი მქონდა შეტევიდრე. და იყო სამერე უფრო რთული ლოგიკით შედა მომოწმე მოვიფიქრებ რა. კარგი. რა ხდება ხო დავიღალე აღარ მჯერა. მოკლედ ხო ამ უთხარი ემპათი. აი მადლობა. Undertaker ვარ ხოლმე, არასდროს არ მჯერა რასაც თქვი გავაჩერდა. ეგეთი როლია. ხო. აი მადლობა. მე რო ვიყოს კარლეტი მართლა. ძალიან ბევრ გეგმასაც ნუ დააწყობთ ერთმანეთში, რადგან ერთ-ერთი თქვენგანი უკვე აღარ არის ცოცხალი. და ეს ერთ-ერთი თქვენგანი გახლავთ გეგა. მეც გამორიდან მოკვდა რა. გეგა ცოცხალი იყო ამდენი ხანი? ანუ ხარატას ჩამოვახშოთ, თუ არ ვიცი რა ვქნათ. ისაუბრეთ, სამი წუთი აქვს. ემპათი. ბიჭო, შენ გამაგიჟებ ძმაო, ვინ არის აბა წითელი? ბიჭო, ამ ხარატა უეჭველი ჩამოსახშობია. და დაჩი დრანქიც არ იყო, ესე იგი სუპოიზონში იყო, სუპოიზონში იყო, პოიზონერი. და მარიამზე იციან რომ მერია და ესურიან და ვახო კლავს. ეს კიდე რომ დავიჯერო.
ანუ მე არ მჯერა იმის რომ ემპათიც Undertaker-ზე Fortune-ს ვართ და თან ხარატა არ ხდება. Fortune-ის გარდა ვინ უნდა მოკლეს მოკლან არ ვიცი Fortune-ზე გამოსაკლა ვინერი. ამიტომ ხარატა გავაკეთოთ. შენ უნდა იყო ამის მოთავე, უნდა განაცხადო. ამოთავე მომკლეს. ხარატა უკრათ короче გავაკეთოთ ხარატა. აი ხარატა რა სიტყვის ახლა საინტერესოა. იქნებ გამოვიჭიროთ რამაში. მე ვეღარ გავაგდებ ბოლოს ამ კაცამდე ხელი. აი რა რთული კი არის რომ მარიამი ჯერ იმაშევა რა. ის არაკეთებს თვითონ ან აი დაუშვათ ამასწრება მე რო უტევთ თავს იკლავს და გადადის მუსიკოზე მაგრამ ხდება. ლოგიკურად როდესაც დაჩეკეთილია მუსიკო და მაკო ორივე ბოროტები არიან და უბრალოდ მაკო გავიდა რა მართლა ბოროტად. აი და შენ ვინ გადაამოწმე? ხო და მუსიკოზე მაქვს კი მაგიტო ვიდახნა. სხვა რაღაცა ჰა? შენთან ერთად. მუსიკოზე გაქვს კი და მარიამი ასტარპას. მუსიკოში ამას აწვევში. ეხლა ნახე 4 კაცი მოგვიწევს დასკიპო უეჭველი. 2 კილი მოხდება, ანუ 1 ზედმეტ კილს გააკეთებენ, 3 ბოროტი არ გადარჩება რა. ხო და. ეხლა რამდენი 6-ნი ხო ხართ? ხო და 1 უეჭველი დაისკიპება, ხო ისკიპება. 6-ში რატო? ეხლა ალბათ შემოგვიყვებენ და წესით სწორია იმიტომ რომ ნახე შენ ქეთიც კი შიყავს, ნუციკოც კი შიყავს, ნუციკო როცა არაში ყავდა, ანუ თუ ამურში წითელს განიხილავ, უეჭველი ნუციკოს უნდა განიხილავდე წითლად და ქეთი შეკვრის. ხო, მაგას ვიძახი და რავი, უფრო სხვა ლოგიკაა. თუ ნუციკო არის წითელი და შეფის ნული გვაქვს და ქეთიც ლურჯია, როინს წამალაყავს ნახი, მე ვირჯინი ვარ. მაკო აუთსაიდერია, ანუ ორ აუთსაიდერს იბრალებ. ბოროტია, მაკო აუთსაიდერი აღარ არის და მაკო და ფუტკარაში ბოროტია. იმიტომ რომ იმან ანუ ორ აუთსაიდერს იბრალებ. რავი. ხო, მაკომ მკითხა გუშინ ფაის თამაში რატომ გონიაო და ზუსტად ახლა გამახსენდა რატომ გონია რა. 3 დღის განმავლობაში ყოველას პირველივე დღიდან ვეხსნებით სლეიერად, რეიმენქფერად, სლეიერად, ფორჩუნთელერად და ასე შემდეგ, აი ნიკასაც ფორჩუნთელერის სლეიერი ვუთხარი. არ ვკვდები ღამით. და აქედან გამომდინარე გონია რომ სპაის თამაში უფრო მეტად გვაქვს. თუ მე მარიამს ვენდობი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპაი პოიზონერი გამორიცხეთ. მე ვიტყვი არ ვიცი ვის თამაშია სპაისია თუ ვისია, მაგრამ ჩემი აზრით ხარატა უნდა ჩამოვახჩოთ ვინაიდან Fortune Tellers ვინ დაგვიტოვებდა ამდენი ხანი არ ვიცი. ასევე ემპათი და Fortune Tellers ერთ თამაში ორივე კეთილი გვერდივერთ, მაგასაც არ მჯერა. ამიტომ მე ხარატა დავანებებ კლავაც. დაჩი რა დამოთხარე შე? მოკლედ. მე სოლჯერი ვარ უკვე 2 დღეა. მოკლედ მე ამალას დავეთანხმები და ეხა ჩემი ერთ ყველაზე კარგი გასაშვები არის ხარატა და თამაში თუ არ მორჩა მე გავუშვათ მუსიკო რა. ეგა. ნომინაციები ღია. მე ვანომინებ ხარატას. ის მეცამ. ხო. მე ვფიქრობ რომ Fortune Tellers აქამდე მოკლავდნენ, ასევე ვფიქრობ რომ ხარატა არ ვიცი ძალიან შუმია. და რავი, სოციალურად მე ვფიქრობ რომ ხარატა წითელი არის. არ ვიცი. ინფორმაცია არ უთხოვს. აი ხა დავიწყებ რატო არ ვარ. არა, ემპათის ნოლს რას თქვა. კარგად მომისმენთ, გაიგებთ რატო არ ვარ. პირველი დაჩის ნოლში ვარ და თუ დაჩის ენდობით, მე თვითონ მენდობ ალბათ ცოტა ხანი მაქვს. მეორე გადამოწევები მაქვს ისეთი, რომელიც რა ბოროტს არ ატყობს ყოველ შემთხვევაში. ამოწევს პირველად როინსა გეგას და როინთან ეგრევე შეეუბნება, ანუ დემონი ვარ ან თავდაპირველი ან ვარ სპაი. ანუ ეს გაიგდება არა. ეუბნება რომ გეგა და შენ გავხდა არაში და თუ როლსები ნდობას მოიპოვოს. მე ამოწევს რომ მოპოვეთ ფოტო იმას აფია. ქეთის და ნიკას ანუ შემიძლია ვთქვა ნებისმიერ ქეთის და წამოვა და რა. აგირია თავგამ რა ვამბობ ქეთის და ნიკას. იმიტომ რომ მართლა იგრეა. მე ამოწევს ნუცას, იმიტომ რომ სენითად იხსნება და მაინტერესებს კი შეიქნება თუ არა და არ ამოწეს. ხო და მე მარიამი, ნუ მარიამზე რა თუ ვიტყოდი მარიამი რომ კიში ვიღაცასთან ერთად მოხდა იმის გაправებას ავიწყდი რომ სტარბასი გააკეთა, მაგრამ რა მაგას არ შემიტევია ქეთის მოდები. ეხლა ამოწევს ნუცას და არის კიში, რომელიც იყო არაში. რა მომწამლეს და იმას მარტივად მიყვარს თამაში არ დავიწყებ. ეხლა ასე რომ მე სამკაცი ავტომ ნუცაზე ხელს. რა ვიცი.
ალბათ არ დამიტოვებენ სამკაცში ან დამიტოვებენ უბრალოდ. არ ვარ მართლა ბოროტ. სამი ხო. ვანი კარგი იმპორტი არიქნება თამაში ერთად ნაჩერასნე. ვის ვახჭობ ხარკას ვარ? აბა ვის ვახჭობთ? ანომინირებ ფუტკარას. ოპა. საკე ქალებისა მათლი ქვემოთ. ანუ ნახე. დერ პირველ რიგში ხო შეფის ერთი არსად არ მიჩდება. ეხა აგერ აი გისმენდის და ტვინში ვფიქრობდი, რა თიმი შეიძლება შეიკრას ისე რომ შეფის ერთი იყოს და შეფის 0 სიძახს. სადაც ფუტკარა, როინი და წამალა არიან, სადაც როინი არის ფაი, ფუტკარა წამალა შორის არის ერთ-ერთი დემონი და სადაც შეფის ერთი უბრალოდ როცა ფაი ყავთ, რეკლუსის გვერდზე მჯდომი დემონი ან თუნდაც მინიონი, შემოაგდეს შეფის 0. ეხა გრიმუარზე მხოლოდ ეგ მიჯდება, რომ ფუტკარა, როინი და წამალა არიან თიმში პლუს ქეთი რეკლუსი და შეფის ერთი უნდა ყოფილიყო და შემოაგდეს შეფის 0. ანუ სხვას ვეუბნები მე ვერაფერს. ფუტკარ? ხო, არ ვიცი. წამალ გაჟონდა თუ რა არის? ანუ მე არ ვიცი, როინთან და წამალს არანაირად აღმოჩნდი, მაგრამ შეფის 0 ვარ, ლურჯი ვარ და მგონია რომ პროსტა მიტევს რა, ეხა იმიტომ რომ ვამბობ რომ იმფია თქვა და რავი თქვა გადაწყვეტეთ. ანუ ჩემი გაგდება პრობლემა არ არის, მაგრამ ნუცას მე გავცემ პასუხს თუ გინდა, ანუ ხარატას გადამოწმებს რა ჭირს და სოზას რა ჭირს. მე თქვა ზუსტად ხარატას გადამოწმება და სოზას წინგები. ხო და ხარატა თუ არის დრანკი, მაგრამ სოზას რა ჭირს? ხო. მოკლედ, ან ხარატა უნდა გაგვეგდო, ანუ ხარატა უნდა გაგვეგდო. შემას რომ ხარატა უნდა გაგვეგდო, ხარატა თუ არ მოსჩება, მაშინ ნუცა უნდა გავაგდოთ. ეგრე არ არის, ეგრე არ არის. არ არის. ხარატის მე. ანუ სხვა რა ლოგიკას აწყობთ? ხო, ვერ გააგდეთ, იმიტომ რომ ეგრეთ ტაქტიკით თამაშობთ, რომ სამკაცში მანიდეს და მე გადავწყვეტო, მინდა თუ არა, მაგის აღწერა. მაგრამ თუ შენ არ აგდებ და რა მეც არ მენდობით, ეგ არასწორია, იმიტომ რომ მე ჩემი გადმოსახედიდან ბოროტები არის. ან ნუცა დემონი ერთადერთი, რომელსაც ბოროტების მინიმუმ ყავდა ერთი მაკო, მეორე მარიამი, ან რა ვიცი, შეიძლება ცოცხალი კაცი. უბრალოდ მაკო, რა. ეგრე ჩაჭდა. იქ-სოზას იმაშინებში, ან მეორე ვარიანტიც არის. წამალა კინახაო შეგმერო, მაგრამ მაგაზე არაფერი ინფო არ გვაქვს, რომ როინი არის სპაი, წამალა არის პოიზონერი და კიდე რაღაც. იგას ბოროტი მაგალითად სოზა, რომელიც თამაში წამოვიდა დაჩის და ეგრე გააკეთა. კაი, ნომინაცია. უცებ ვიტყვი რა, სანამ იმას ისავთ. ნახეთ, სპაის რო განიხილავთ როინში რა რაღაცა მხრივ. ხო შეიძლება რომ როინი რეალურად იყოს ჯანსაღი ვოშერუმენი, რომელმაც სპაიში დაინახა პინგი და წამალა იყოს ექსპაი. ამ ვარიანტს რატო არავინ არ განიხილავთ მაგიდაზე და ორივეს ერთად წითლად ლურჯად რატოსვავთ ვერ მივხვდი. ანუ ძალიან კარგი ვარიანტია რომ წამალა იყოს სპაი Undertaker-ის ბლეფით, მერე ხან სოლჯერით და ხან ყველაფრით, რავი რაც დაჭირდა. ნომინაცია. მაგრამ როინისთვის ბოლოს ვინ არის წამალა ეგას აქ. ბოლოს სამკაცში მაინც მე უნდა ჩამომახჩოთ. მოდით, ეხლავე დამანომინირეთ და ეხავე მოვჩეთ თამაში, იმიტომ რომ სამკაცშიც წავაგებთ ჩემი ჩამოხჩობით და 8 კაცშიც და მილიონ კაცშიც და ყველა კაცს ხვდებით? ანუ ეს ის უეჭველი სამში უნდა ჩამოიხჩოს, ანუ ეგრე არ არის. ერთი წამი კეცი მე შემოგთავაზებდი სოზას დანომინირებას ვინაიდან დაჩის მეზობ დაჩის ვერ მენდობით მაგის ინფორმაციას ვერ მენდობით და შეიძლება რომ სოზა და ხარატას კი ერთად იყვნენ. ამიტომ ჯობია რომ ეგ გონი დავშალოთ. რავი, ან მე გამაგდეთ თუ გონიათ რომ მე ვარ რამე. აი მე ვარ წამოს. მე რატო არ მაგდებს ხალხს? გავგიჟდები. ისმეთ. არანაირი ლოგიკა არ ჩდება, რასაც ვისაც მიწევს. აი ვერ აყალიბებ ფიზიკურად, ანუ მართლა. რა ჩემს მიწად დამონდა სამკაც მაგაზე აღწევს, მაგრამ რა სადაც მე ვიღარ მაგიდაგან მიწაზე შეფარატებს რა თქმა უნდა. მიჩვენე ბოლომდე ვიდეო და ჩემს სიმართლე ამტკიცებდა თუ შეგებარებათ ეს მე თქვენს გამაგდოთ, ვიდეო გავიდე და მე უფრო ამერიოს თამაში. ამიტომ ყველანაირი ლოგიკა რომელიც მე გამორიცხავს თუმცა დემონობას შეიძლება მიწას გადა სხვა იყოს, მე ჩემი მოუწყო და გავაგდოთ სხვა. წავა. ხარაც შენ გადამოწმებაში მე ვარ თუ არ ვარ. არც ერთხელ არ გადაგემოწმებია. რავი, მე შემოგთავაზებდი რომ არ ჩამომახშობ და გადამამოწმო. რავი, სოლჯერი ვარ, ღამე შეიძლება მემესროლეს, კილი არ მოხდა, შეიძლება მარიამს ესროლეს, არ ვიცი. ასევე ვოშერუნმა დამინახა და ვოშერუნმა დაანომინირა ვირჯინი. და რავი, მე მეტად კლეარი ვარ, ვიდრე თქვენ ნებისმიერი ალბათ. მადლობა.
არჯერა თამაში, სადაც სოლჯერი ბერი და მონკი ერთად თამაშობს. ვიღაცა გავაკეთე. თქვენ აგირათ არავის ჩამოხსოვდა. ოთხი რა მნიშვნელობა აქვს? ხუთი. სოზას ვანომინირებ. ისმეთ კეთ. არ ვიცი, მე შეიძლება თავი მოვიკლა, ახლა თუ ვიღაცა წამალას ავყევი ძალიან იდიოტობას, მაგრამ ვიღაცა უნდა გავაგდოთ ეხლა და ეს ერთჯერადი როლი, რომელიც რაღაცა ინფორმაციას არ იძლევა. გავაგდოთ და ეს იგივე არგუმენტებს ვიტყოდი რა წამალას. სოზა რომ მინდი ყოფილიყო ეგრე მარტივად არ დაიწყო. კარგი, სოზა. ხო რა შე. ვახო ფუტკარას დაველოდოთ. არა, ხო. თუ სარგებლო როლზეა გაგდება, მე კეთის დავანომინებ ამით და გავაკეთებ. ნამანომინირებს არ. ურდრევერს ხარ. ახლა გული მისკდებოდა რომ მომწერა რომ წევ ხელს და ვაკეთე. ესე აწია ხელი. აუ ვერ ჩამოვწიე, ვაიმე ვერ ჩამოვწიე. ნომინაცია. მე ვანომინირებ კეთის. აბა შეატყევ. რა მოხდა ახლა სოზა შევაკეთე. რომ usargeblo კაცი გავაგდოთო და ჩემზე usargeblo აგერკისა. ეხლა სოზამ ყველაზე მეტი მიიღო? სამი ხმა მიიღო სოზამ და კეთია ნომინირებული. კეთის გისმენთ. კეთი გისმენთ. ვინც დამანომინირე იმ ნამდვილ ლაპარაკში? ილაპარაკა უკვე. ხო, ანუ კიდე იმას დავამატებ, რომ შენ ძალიან ცუდად აყავი წამალას ჩემი აზრით და მგონი შეიძლება მე არ ვარყოფ მაგას ნამდვილად ხარ და ბოლოს ანუ მე საერთოდ არ წუნებული რომ ძალიან სწორად მოვიქეცი ხელის არ ამიწევი სხვათა შორის და რავი ანუ მე გასვლის პრობლემა არ მაქვს იმიტომ რომ არ ვიცი უკვე მე ამდენი დანომინირებაა ჩემი და რავი ბოლოს გამაგდეთ და თუ მე საგდება გინდათ მე ვიყო რა ენდეთ ვიღაცა გავაგდოთ ხალხო სოზა ვარდე სოზა თავარია რა პრობლემა გავარდე კეთი გასანამრება შეგიძლია კეთი კაი სოზა ჩამოახჭე დავიძინეთ კეთი როგორი გისმენთ აბა ვისწავლა ჩვენ გისმენთ რეკლუსი მოწამლო ეხლა ვინ ჩამოვახჭეთ უი წამალა ისევ რა კითხვაა რატო სოზა გინდა რა მოხდა ფოროტად არ ვიცი ალბათ კარგი ახლა კეთი იგივე სამწუხაროდ კეთი ხო ძალიან საინტერესო თამაში წამით რა კარგია რა ლამაზი გადაფხულის დილა ხო მოკლედ რო ამოთხარი შეამჩნიე რა ცოტა ნასვამი იყო პიროვნება და დრანკი შეგრჩა მე ვერ ხვდები იჯერებენ რომ ახლა ხოლჯერება თუ რატო არ კლავე წარმოდგენა არ გვაქვს აი დილა მშვიდობის წინა დღეების განმავლობაში იყო ბევრი მცდელობა გამოგიხჩოთ ეს ადამიანი და რაც ქალაქმა დღისით ვერ მოახერხა ის დემონმა მოახერხა ღამით და ტოვებს კეთი კაი ვაღამებთ ფუტკარა და ხარა და ორივე ბოროტები არიან დიდი ალბათობით კარგი შეგვიძლიათ ცოცხლებს შეგიძლიათ დააღამოთ 4 ადამიანში და მე 3 ადამიანში გადაწყვიტოთ ვინ არის ბოროტი თუ გინდათ თუ თანახმად ხართ დაღამებაზე ცოცხლება ხელი აწიეთ დაღამოთ ბოლო ღამეა მივედით ბოლოში მეგობრებო ის მომენტია რომ ხარ და ლაიქოთ ვიდეო და გამოგვიწეროთ და დაელოდოთ ჩვენს სხვა თამაშებს მოკეთ სანდრო გადავწყვიტეთ რომ ეს თამაში ხო ძალიან რთულია ხა მაინც ბევრად რა და გვინდა რომ რაღაცა სხვა თამაშებიც მოყოთ ფიზიკურ მაგიდასთან გადავიღოთ ხო კოლექცია ჩემ ნაწილი ხო და გვინდა რომ სხვა თამაშებიც გადავიღოთ ხოლმე ეს ფიზიკურად სივრცეში ვითამაშოთ თინი შემონი ხარდა მე ერთხელ თუ შენს პირადად გაგიცნობთ და ვითამაშებთ კი ბატონო ხო მეც ძირითადად მაგით ვარ ხოლმე დაკავებული ახლა ხო ძალიან მაგარი რატო წამლავ კეთის? კეთის წამლავ, იმიტომ რომ არ მინდა რომ დარეგისტრირდეს სიცხად. კაი, და ხა წამლავ ისევ წამალას? არა, ვისავწა. არა, ვისავწა. კეთის, კაი. ხარა, ეხლა რო თქვა არავის ყლავო, ჩემი და შენი მეგობრობა დამთავრდება. აი, რა თქმა უნდა, წამალას მოყოლ და წესით გამავლებ ფუტკარას და დაჭირო ვაკეთებ და ნუჩკო და ანომინირებ და მოვიწყო. ეს მედია ეგრე წავალ. ხო, ეგ ძალიან ბოროტება იქნება. მაგრამ კარგი ბოროტება. კარგი. ყველა ვარიანტი კარგი თამაში ძალიან, ამიტომ რესპექტი. და რა ვიცი, აბა.
ეხა ვისკი ხარ? არა, იმდენად არა არის, იმდენად იდეაში პირველივე დღიდან უტევდნენ ხარატას და იმდენად გაქაჩა აქამდე. ძალიან ცნაურია რა. და ან უბრალოდ აი ის იქნება, რა ქვია. ძალიან უსამართლობა არა, მაგრამ კაი იქნება რომ მოიგოს. და უფასდეს ეს თამაში. Hello. დილამშვიდობის. ქალაქში, მრავალრიცხოვან ქალაქში ბოლოს დარჩა 3 ადამიანი. ნისლიდან აი ამ ეს 3 ადამიანი გამოდის შემდეგი თანმიმდევრობით. ფუტკარა, ნუციკო და ხარატა არიან ბოლოს 3 ადამიანი. ვინი ფიქრობდა ჩემო სანდრო რომ დავიწყოთ თამაში. კარგი და სანამ ახლა გადავწყვეტ ვინ მოიგებს. კიდევ ერთხელ მოგიწევთ რომ გამოგიწეროთ და ლაიქოთ და დაელოდო ჩვენს სხვა თამაშებსაც. აბა დავიწყოთ, მოდი მტრებს მივიძეთ დავდოთ პატივი რა. ჯერ მათი ლაპარაკონ და ბოლოს დასხა. ნიკა დაიწყოთ. წამალა ბოლოს Undertaker-ი იყავი? კი, Undertaker-ი ვიყავი. წინა ამოთხრა რა იყო? როინი ამოთხარე ვაშერომენად, რომელსაც მე მიტოვა Undertaker-ად, მაკო ამოთხარე ბატლერად, მე დაჩი ამოთხარე იმპათად და სოზა ამოთხარე დრანკად. არა, ვერ მივხვდი გიგამ რატომ. არ ვიცი, რა შეჭირდება. იმიტომ რომ შენი ამოთხრები არის ყველა ლურჯი და ესე იგი შენი გადმოსახედან ახლა თამაში გრძელდება, ან სპაი ჩამოვახჩეთ, ან სტარპასი მოხდა, ხო? მე აუხსნე თუ გინდათ, მაკაროს ჩამოიქრო, მაგრამ დღეს მარიამიდან უსაურო ცოცხლები იყო და მოწამოთ წამოვა. ამ სამში რამდენი არის წითელი თქვენი ასრით? მარტო. მაქსიმუმ 2. მადლობა. არა. ფუტკარა გადამოწმებაში ყავს ბოლო ორგანოში? წინაღამეს. გეგასთან ერთად არაში. აუ. და ეხლა დაჩის მე შევკვირდი რომ მეთქი თამაში ბოლომდე არ გადაგამოწმოთ ხო, მაგრამ ეცე. მე გადაგამოწმდა და არაში. მე თუ ლაპარაკებ, მეგონა მარტო მკვდრები ლაპარაკობდნენ. ნუცა ხო თქვი მის. ცოტა ხმაურია. ანუ ყველა ჩემ გაწითლებაზე მიდის და ყველაფერი ეგეთი მარტივი ჩემი გადმოსახედიდან მე რო ვიცი რომ სეინტი ვარ და ვიცი რომ უეჭველი მე ვიხჩობი ახლა იმიტომ რომ დაჩი ითხრება ემპათად და მისი ყველა მეზობელი ქლიარდება. აქედა გამომდინარე მე საერთოდ არ მგონია ესე მარტივი თამაში რა. გონია რომ ხარატ ეხლა დღევანდელი გადამოწება მინდა ამაღამ გადამოწება მინდა რა მნიშვნელობა აქვს მნიშვნელობა ვინ გადაამოწება იგა არა შეფასება რა გადამოწმე ფუტკარა კიდევ ერთხელ თუ მე განვიხილავ რომ წამალამ ჩაასტარპასა ფუტკარში რატო არ განიხილა შენ ეგ მხარე მე ფუტკარა მგონია ხარატ არ ვიცი ხარატა ძაცვას თამაში შეიძლებოდა რომ წამალას გაეკეთებინა სტარპასი ფუტკარაში და შენ ამოწმებ ვაფშე სხვა ტიპებს ნუციკო რატო გადამოწმე მე ან რატო გადამოწმე ფუტკარა მარტივად გეტყვი ნუციკო არაში იყავი და კიში ხარ ხარატას გადმოსახედიდან შენ ხარ დემონი ვიღა უნდა გადაამოწმო კაი წავალ ხო მე ჩემთვის ეს თამაში იყო ბარონის და ნუციკო არის ჩემთვის კლეარი და ტყუილა აწიწრებთ ყველანი ფუტკარას თიმში უფრო მეტად განვიხილავ იმ შემთხვევაში თუ მარიამა გააკეთა სტარპასი რაც ნაკლებ სავარაუდოა მე მგონია რომ ხარატ არ ვიცი ანუ რატო ამოწმებს მკვრებს მართლა შეუძლია რომ კიდე გადაამოწმოს უსიკოს და განვიხილოს რომ დაპოიზონებულია მაგალითად ხარატა წითელი არის ჩემთვის მაგრამ შეიძლება ხარატა და ფუტკარა თიმში იყვნენ ორივე ხო მაგრამ დაჩის 0 რას გეუბნება დაჩის 0 დაჩი ემპათად ამოვთხარე მაგრამ მე მაინც არ მჯერა რომ დაჩის ორივე მეზობელი არის ლურჯი და ხარატა რომელიც არის ფორტუნ თელერი არ კლავენ და კლავენ ყველას ხარატას მაშინ როგორ ხდება ეგ ანუ ეგ ხო ჯერ რანკია დაჩი მიღეთ გადაწყვეტილება ნახე როდის უნდა მოუყვება პირველ დღეს ნიკა რომელიც არაფერსუაში იყო და ისე მოუყვება მგონი ხო ეგრე იყო მეორე დღეს ყდება ვინ არავინ ხო არავინ ანუ და თუ მარიამს დასაბიძახო ბოროტია ეგ იყო გეგმა და ეგ არის მესამე დღეს ყდება მარიამი რომელიც იწევდა იმიტომ რომ შეუტიეთ წინასწრეს
თუმადლოსაც მოყავდათ მეუბნებოდ. მეოთხე დღეს მოყდა მგონი ხო ვირჯინ გეგა და ანუ მუსიკოს მე რო ვუტევ, მე რო ჩამომახჭობენ, ანუ არავინ აღარ რჩება მუსიკოს გარდა დემონი. ჩემზე თუ მუსიკო თამაში ვერ დაამთავრებს, ხო? ის თქვია, მე რომ უბრალოდ მოვყვდე, მომყავს რამე და თამაში არ მორჩება, ერთადერთი დემონი განდა რჩება რა, გასაგებია აღარავინ აღარ არის. ხოდა მე რჩე, მიტოვოთ პრობლემზე რა. მაგის მერე 20 კაცი იყო, ეს ეგა. ბანომინერ მხარატას. მე ავწევ ხელს ხარატაზე მაგალითად. უშა, ისმათ? ანუ ნახე, მხოლოდ პირველ დღეს თუ მეორე დღეს ვესაუბრე ეგეც რაღაც 2-2-ში გავცვალეთ თუ რაღაცა, მას მერე ხარატასთან არ მქონია კომუნიკაცია როგორც სოზასთან, როგორც ქეთისთან, როგორც როინთან და ასე შემდეგ რა. არ ვიცი, ხა მგონია რომ ორივე წითლები არიან. თუ ერთი წითელი ამაში ფუტკარა უნდა იყოს ჩემი გადმოსახედიდან დარჩენილი, სადაც უბრალოდ fortune teller-ი დატოვეს იმის გამო, რომ გაგვეწითლებინა, სადაც წამალამ გააკეთა სტარპასი ფუტკარაში. და არ მომწონს ხარატასის გადამოწმება, ეხა რომ ვაფშე სხვა ტიპები შეამოწმა და ცოცხლები არ გაამეორა გადამოწმებით, იმიტომ რომ თუ წამალა სადღაც წითლად გვიჯდება, ან თუ არ ვიცი, თუ სფაია და ვიღაცას წამალაში ჩასწარპას და დემონი და თუ მე წამალამაც ამაღამ სტარპასი გააკეთა, ან თუ ორი სტარპასი მოხდა, მაგ შემთხვევაში ფუტკარაში გადადიოდა რა და ის რომ მე მომწონს ჯერ არაში უყავარ და მე რეკიში უყავარ, არ ვიცი. ანუ პირდაპირ მე მოწეცლებ. ხარატ. აი წამალ დაამატე და ბოლოს ხარატ დაიწყე. მე გეტყვით მეგობრებო, რომ ემპათი, fortune teller-ი, undertaker-ი, ვირჯინი, ყველა ლურჯი არის გამორიცხული მართლა. ამიტომ ხარა და ბოროტი არის, მაგრამ დემონი არის თორე არ ვიცი. სფაის თამაშით უნდა მოხსნა ეგეთ. კაი რავი, ავხსენი კილები როგორ გაკეთდა და რატო გაკეთდა, ეგ ავხსენი. კეთილი რატო არ გადამოწმებით ეგესაც და მოვიდა თუ გინდათ და რავი. ეხა უბრალოდ ერთ რაღაცაში თუ შევცდით, ის არის რომ ფუტკარა და მუსიკალური ბოროტები არიან და ეს პოიზონერი მეორე დემონი და პირიქით არის და მწამოვნა ამაზე ვგებთ იმაზე არა, მაგრამ ეს არის და ასე რომ რავი. აგრე არა კაი. 0 მაქვს ხალხო? 0. ანუ ამოითხარა და 0-ია. ხო. ანუ დაჩი შეძახილმა ხელები გაახმო. აი, წავაგეთ, კარგად. ნომინაცია? იმდათ რომ ფუტკარა დავანომინო მე და იმაზე. ხარად, შენ მაკო და დაჩი ხართ მე. არა, შენ რო ფუტკარა დაანომინირო, ნუცა რო იყოს. კარგი. ფუტკარა გისმენთ? ხო, მე უკვე იმდენი რაუნდია ვიძახი რომ ნუციკო, ან თან ვერ გადავიფიქრე ვერაფრით რა, უფრო და უფრო წითლდება. ვიცი რომ ძალიან ცუდია Saint-ის მოკლა, მაგრამ რო არ იყოს, ანუ Saint-ის claim-ი ძალიან კარგია იმფისთვის და მოკლედ რა, ჩემი იმფი მგონია. ნუციკო? მარტი. აი, პირველ რიგში ამ თამაშის დამაარსებელთან დამაკავშირეთ, რომ უთხრა რომ სკრიპტიდან Saint-ი ამოიღოს თუ შეიძლება. მე შემიძლია გადმიღა. იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა მთელი თამაში ლურჯად თამაშო, ბოლოს ამ კაცი მაინც Saint-ს აგდებენ რა და არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ Saint-ი ძალიან კარგია დემონის ბლეფისთვის. Saint-ი ძალიან კარგია სკარლეტის ბლეფისთვის. Saint-ი ძალიან კარგია წითლის. ხო, მაგრამ იმის გამო არ გაგდება. პირველ თამაშს ხალხო ლურჯად. გასაგებია გგონიათ რომ ჩემში ჩასტარპასდნენ, იმიტომ რომ პირველ ჯერ არ აქონდა ჩემზე და მერე კი ანუ გგონიათ ვინ ჩასტარპასა? მარიამმა? ხო, მე ეგრე მგონია. ან ვერ და აი, ანუ არ ვიცი, პირველ დღიდან ხალხო ლურჯად თამაშობ. აჰა, ავწევ ჩემს არა ავწევ. მეგა გადავწონოთ ხარატა დაანომინე ფუტკარა. დაჩი თუ ფარონია, მეოთხე აუთსაიდერი ვინ არის? მეც თუ წითელი ვარ. შეიძლება პირიქით. შესაძლებელი არის ამის გადაწყვეტა. ხარატა დაანომინე ფუტკარა ნუ სმოქ. რატო დაანომინე? ანუ კიდევ ერთხელ გაძლევთ ლურჯებს, რომ Saint-ი არ ჩამოაყენოს. კაი, მოდი. ერთი წამით მეგობრებო. ხარატ ანომინირებ თუ არა ფუტკარას? რა თქმა უნდა, თუ სანდრო არ დააჭირააფერს? მეგობრებო, თამაში მოვჩა. აუ, ორივე წითლები არიან. და ძალიან გთხოვთ, თავი მივხვდეთ. აჰ, კარგი იყო. სანდრო ორჯერ მოვიდა, ორივე კარგი. მოკლედ. დავიწყოთ იმით, რომ პირველ დღეს როინი ჩამოიხჩო. იმიტომ რომ ჩვენ გეგას შეეხო ხელშეუხებას. და თვითონ როინი, რომელმაც თავის მხრივ ჩემი და სანდროს გეგმით და იდეით დაინახა წამალა Undertaker-ი. რომელმაც მეორე ვიღაცა მოთხარა და თითქმის ყველა მოთხა სანდროს იდეა იყო, სანდრო გაკეთა არჩევანი ზოგ შემთხვევაში ვინდა დაენახა და კარგი გამოდგა. ამ Undertaker-ს ერთი კაცი იცავდა, თავიდანვე ენდო დაუჯერა, თუმცა იმ ღამით დემონმა მოკლა. შემდეგ დღეს თქვენ
ვიღაცების წადე ჩამოხჩება და მიადექით ბაკოს. რომელიც იყო სპაი, რომელიც იყო დრანკის პინგებში. და ნუ თამაში ყავდა ფუტკარა, რომელიც დატოვეთ და იყო ფხიზელი ჯამთელი შეფი, რომელსაც იცოდა სიმართლე. რა თქმა უნდა. თამაში ყავდა ერთადერთი ხილული აუთსაიდერი, რომელიც იყო ქეთი, იყო რეკლუსი, ბევრჯერ სადეთ და ბოლოს დემონმა მოკლა. ყავდა მარიამი, რომელსაც არ უსვიათ თქვენ წარმოიგდეთ იმ ღამით, როცა არავინ მოგდა პოიზონერმა დემონით მოწამლა. და თამაში ყავდა სოზა, რომელიც იყო, რა თქმა უნდა, დრანკად ამოთხრილი ლაიბრერიანი. იმიტომ რომ დრანკი იყო დაჩი და დემონმა თამაში მოიგო ხარატა. იმიტომ რომ ნუცა იყო პოიზონერი. კიდევაც პორტებს ძალიან მაგარ მოგებას. ხარატ. წამალა იყო ერთადერთი. ხარატ, გეგას რო არ ეთქვა რომ ანდერტეიკერი ხარ რომ ის მოკლავდი. შენ რა თქმა უნდა. და მე გადის. ოსტაი ყავდათ წამალ გაჩერდი. აი მე ხო, წამალას ხოდა ორი გამომწყვეტება ამ თამაში. ერთი რომ მართლა მიაგნო ხარატას და მეორე რომ ყველა სატყუებდა კეთილებს პოროტემა იცოდნენ ვინც იყო. ამიშობა რო ვატყუებდი მაინც ის იყო. და მოდი ხა სანდრომაც გითხრას მისი აზრი მოეწონა ამ თამაში. ზოგადად კლოკტავერი როგორ მოწონს და ის თამაში მოეწონა განსაკუთრებით. ხო არ პირველი თამაში რომელიც რაღაცების გამო ვერ იხილა მაყურებელმა, ისიც ძალიან კარგი იყო. ესეც შესაბამისად ძალიან კარგი იყო. ფაქტია რომ ბოლო სამ კაცამდე ჩავედით. ხო, პირველი ჩემი გადმოსახედიდან ხა მეორედ ვუყურებ ამ თამაშს და პირველი გადაწყვეტილება, რაც ალბათ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მე და შენ ვახო, იყო დაჩის გადრანქება. რამაც საუკეთესო ალიბი შეუქმნა ხარატას, იმიტომ რომ წამალას უთხარით რომ იყო ემპათი, როცა იყო დაპოიზონებული, ანუ მოვატყუეთ რომ იყო ემპათი, რეალურად არ იყო, რეალურად იყო დრანკი. ხო, ხო რამდენიმე ის იყო რა, მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემი განმოსახედიდან, ახლა მე სრულიად გაუთვითცნობიერებელი ვარ ამ თამაშში და შეიძლება ძალიან დამწყების, ნუბის განმოსახედიდან ვაფასებდი, მაგრამ იყო რამდენიმე გარდამტეხი მომენტი. ერთი იყო პირველივე დღიდან წამალა უტევდა ხარატას და აი ბოლომდე იყო შენ პირველივე დღიდან, აი პირველი დანომინირება იყო ხარატასი ზოგადად თამაში წამალასგან. იყო ყველაზე ანუ რა ვიცი, ალბათ გარდამტეხი მომენტი, როდესაც თვითონ ხარატას და გასაკვირად ნუსიკომ დააპოიზონა ხარატა და ხარატა სახე იყო საოცარი, როდესაც მოხდა რომ არავინ არ მოკვდა. მაგან ძალიან არია თამაში რა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ბუნებრივად უცნაური იყო ეს ხარატასთვის და რა ვიცი, ჩემი აზრით მაგან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მოიგეს პოროტება და ნუ ხარატას თამაში იყო თავის მხრივ ძალიან კარგი, იმიტომ რომ სულ რაღაც გამოდიდებელი შუშის ქვეშ იყო, მაგრამ სულ რაღაცნაირად ახერხებდა გამოძრომოს რა. ძალიან კარგი თამაშის ყველა პოროტებმაც, პოიზონერმაც პირველი პოიზონერი არ გაუმართლა ამდენ ერთადროულში და მე ძალიან კარგად დასვა. დაჩის გადრანქვა არ გვინდოდა არაფერი პირადული, მაგრამ დემონის გვერდით იჯექი. მინიონის გვერდით მაინც არ იყავი. ან დემონის გვერდით რომელსაც კარგად იყავს, კიდე შეიძლება. მაგრამ ხა უფლება არ ქონდა რომ გაგვერისკა. მithumedas მეგონი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო, რადგან დემონის გვერდით იყო. გავაგვიძეთ, უკვე დრანკი იყავ შენ, მაგრამ გავაგვიძეთ და რა თქმა უნდა მეზობელს არ მომწამლაო და კიდე კაი. ხო და მე მუსიკო დავაგერფო. ამიტომ ხო, ჩემეთ ხარატა მუსიკო კარგი კანდიდატები არიან MVP-ს, მაგრამ წამალასთან ერთად. ხო, წამალა იმ შემთხვევაში თუ ვიღაცას მოწონთ, თორსა ვიღაცა იტყვება სულ როლებს. დანარჩენი რავი, ყველას ქონდათ რაღაც მომენტი, როცა ფიქრობთ კარგად, მარიამსაც ქონდა როცა ხარატას მიადგა რაღაც ლოგიკებით. გეგას ქონდა რაღაც მომენტებში კარგად დალეგობდა და ბოლოსკენ აიდია, მაგრამ ბოლოს კიდე მაინც დაეჭდა. რავი, ყველა მეტნაკლებად კარგად ითამაშეთ ჩემი აზრით. და რა თქმა უნდა ეს დომებიც იყო. ეს დომებიც საჭიროა და მოსულა. ხო, უცებ თქვით რამე თქვა თუ გინდა წამა. მე ვიტყვი რომ დაჩი მომოიღო ერთხელ ხმა ბოლოს რომ ემპათია ნორიყო და ყველა ხელები ჩამოწია და ხო, ეგ ძალიან მაგარი.
ავტორიტეტი. გეგა? მაგიტო დავანომინირე. ხარატა. ხო, რა მე ესე შევაფასებდი ამ თამაშს, რომ ერთადერთი სწორი რაც მოხდა მეორე დღეს მაკოს ჩამოხრჩობა, აიყო. დაჩის ჩამოხრჩობაც სწორი იყო იმ გადმოსახედიდან, რომ წამალა დრანკა თუ ამოთხრი და უკვე გაიშლებოდა ვაფშე ყველაფერი, მაგრამ რისთვის არის პოიზონერი რო არ და პოიზონა და ბადაილია ყველაფერი. არ ჩემი აზრით გარდატეხა მან შევიდა, რომ წამალა როცა იმპათად თხრის დაჩის, უკვე ირევა მთლიანი ბოროტების სამეული რა და მან წავაგეთ. და მაინც ქონდა მაგის მიუხედავად ჩანსი ბოლოს, მაგრამ აი ერთმა წამმა გადაწყვიტა თამაშის ბედი და ძალიან კაი თამაში იყო ყველას სამ. კი, კიდე ბალე ვიტყვი რა ფუტკარას აქეთის თამაში იყო, მაგრამ იმიტომ რომ თელ თამაში აწითლებენ და ვერც ერთ ვერ ჩამოვახჩეს მაინც და მოუწიათ ქეთის მოკლა და ფუტკარა არც კი დაანომინეს ანუ ბოლოს ბოროტი ვიყო ორივე, მაგრამ იდეაში ანუ მაინც რო დაიტოვა და არც მაინც არ იყო ბოლოს ფუტკარაზე. ძალიან მაგარი იყო გამოდრო. როინ მოკეთ ძალიან კაი თამაში იყო და ჩვენ თამაშს წავაგეთ მაშინ როცა არავინ არ მოკვდა და მოცამ დააფუიჯონა დემონი ეგეთი რამე მართლა ნახია და აი მან წავაგეთ და მან ამერია ლოგიკები რა მანამდე დავალაგე რაღაცეები და მან ვეღარ დავსვი უკვე რა მეთქი რა მოხდა ხო აი სადღაც რაღაც მომენტში ვიყავით აი იქ რა რომ აი ეხა ხარატა უნდა გავარდეს და თუ ხარატა გავარდება და თამაში არ მორჩა მაშინ ნუცა უნდა გავაკეთოთ. კი, არ გავაკეთეთ, ანუ აი მან წავადეთ თამაში რა, იმიტომ რომ ყველა ლოგიკით ეგრეთ ხდებოდა, ანუ სოზა კი არ უნდა გაგვეგდო, ხარატა უნდა გაგვეგდო იმ მომენტში რა. კი, და მორჩებოდა. ანუ ეგ ლოგიკა ყველა ვარიანტში ჩდებოდა, მაგრამ მე რაღაცნაირად ხარატას მიიღებოდეს ყველა ვარიანტი. ამოთხრა ემპათად უკვე იყო ის რომ ოკეი, კაი, დაჩის ვენდოთ და მის მეზობლებსაც ვენდოთ. კი, რაღაცა შეიძლება ეგრევე სტარბას გავაკეთებ. რეალურად რა იყო იცი, დასაფოიზონებელი არავინ არ მყავდა, იმიტომ რომ ყველა ერთჯერაც უკვე ინფო მიღებული ქონდა. ნუ იქ მერი ოკეი. მეთქი რა ვქნა და მოდი ხარატას დავაფოიზონებთ და მაკო შემორბის დილით ხარატა შემორბის ჩემთა დილით რატო მეთქი რავი ანუ მითო მერს ეს როლეთ აისხლიტა და ზუსტად ეგრე წავიდა რომ ხარატა მირეკავს ხამე ქილი რო არ მოხდა და დაჩი ხო ემპათია ანუ ხო არ გეშლება გრიმუარი და მეთქი არა დაჩი ემპათია დრანკი კაი მაშინ რავი მომწამდეს ნო კაი ხო მოკლედ კარგი იყო მომეწონა პირველი პოიზონი რავი 4 ერთჯერადში ვერ გავარტყი 3 ერთჯერადში მაგრამ ნუ ოკეი რა ხო ნიკა შენც გითხარი რამე ხო ერთადერთი რაღაცის თქმა მინდა რომ როცა ადამიანს გული რაღაცას გირძილობს უნდა თქვა რა არ უნდა დამარო თავიდან დავიწყე იმის თქმა რომ ანუ გეგასაც უთხარი რომ რაღაც რატომღაც გონია რომ ბარონი შემოგდებულია და რაღაცა და აი ბოლოსაც გულმა მიგრძნო რომ პოიზონერი იყო თამაში პროსა აი არ ვიცი რატო არ ვთქვი პროსა ერთი პრობლემა მაინც იყო რომ პოიზონერი რომ გონოდა ალბათ წამალასკენ წავიღებდი ბოლო მომენტებში მისი ტყუილების გამო რა იმდენად მომატყო კაი მოკე როინისაც ვაწითლებდი ბოლოს უკვე ხარატაზე ეჭვი დანიას აღოქალ მოკე მეგობრებო MVP ავარჩიოთ პოლში და გადაეცემა ტავერნასგან 10 უფასო ვიზიტი სანდროს გოლგასას ვაჩუქებთ PGA Games-ისგან და ვაჩუქებთ ასევე არომასგან ავტოპარფიუმებს მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს მადლობა სანდროს რომ ორჯერ მოვიდა უკვე ჩვენთან და უკვე ორივეჯერ გადავაცილეთ იმ დროსაც დავპირდი და ძალიან მადლობა უფასო თამას და გვეჩო გვიგახარ ძალიან ბევრი რეპორტაჟები ხანახ შენი და ძალიან გაფასებ ისედაც და ეხლა უფრო ეტაპ დასადოდის რომ არაფერი ვთქვა წარმატებები ხალხო მადლობა ყველას და სასიამოვნო კვირა დიდი მადლობა მადლობა დიდი